საღამოშიდობის დღეს ორშაბათია და პირველ არხზე ამ დროს ტრადიციულად საფეხბურთო მიმოხილვის დრო არის. ჩვენ დღევანდელი გადაცემა განსხვავებული ფორმატით გავა ეთერში. დღეს სტუმრად ყავს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმწვრთნელი ბატონი თემურ ქეცბაია და ქეცბაიასთან ერთად ყავს ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები, რომლებიც დღეს ასევე მოწვეულები არიან. მე თავიდანვე მინდა ვთქვა, უკვე გამოიწვია ანონსების შემდეგ სხვადასხვა მოსაზრება თუ ვინ რატომ არ არის დაპატიჟებული. მე მინდა გითხრათ, ეს არ არის პრესკონფერენცია, ეს არის გადაცემა და უბრალოდ აქ არიან ის ადამიანები, ვინც სტადიონზე დადიან, ვინც ყოველდღიურად აშუქებენ ქართულ ფეხბურთს და ვფიქრობ, ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო და თუ ვინმეს აქვს კითხვა შეუძლია მოგმართოს. სადამ უშუალოდ მთავარ თემაზე გადავიდოდით, მინდა გითხრათ, რომ გასულ კვირაში ფოთში პირველი ქართული საფეხბურთო კლუბის კოლხეთის 100 წლის თავი აღინიშნა. ზეიმ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა მოწვეულმა სტუმრებმა და ადგილობრივმა გულშემატკივარმა ორიგინალური სანახაობა იხილა. გითხრათ, რომ დღეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის დღე, არა მარტო ჩვენი ქალაქისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ფოთის კოლხეთი გახდა 100 წლის, დღეს აღნიშნავთ ამ იუბილეს. ხედავთ, როგორი ზეიმით აღინიშნება დღევანდელი დღე. მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო აქ მოწვეულ სტუმრებს, აქ ჩამოგზანებულ სტუმრებს, ორგანიზატორებს და ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლაც პირველი გუნდი ვართ და ეს პატივი ერგო ფოთის კოლხეთს. კიდევ ერთხელ გილოცავ და ულოცავ სრულიად საქართველოს. მინდა ყველა ფოთელს მიულოცო ეს 100 წლის იუბილე, არა მარტო ფოთელს, არამედ ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს. მინდა ვთქვა, რომ ეს ქალაქი და ფოთის ფეხბურთი ერთად დაიბადა და მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ყველა მოწვეულ სტუმარს, იმ ხალხს, ვინც დღეს აქ შეიკრიბა და მინდა შევპირდე, რომ ალბათ შორს არ არის ის დრო, როგორც იმ ცნობილ ფილმში ბატონი იასონ კვირკველი არ ბრძანებდა, რომ ბევრი ევროპული გრანდი კიდევ ითამაშებს ჩვენ სტადიონზე. ხომ ხედავ, მარცხენა ჰალბეგის შედარებით სუსტია. მიდი ეთამაში. ფოთელისთვის ლევანდელი დღე, საიუბილეო დღე, 100 წლის თავი ჩვენი კოლხეთის პირველი მერცხალის. ყველას გვიყვარს ჩვენი ფოთელი ფეხბურთი, აქედან დაიწყო. პირველ რიგში მინდა ფოთს კი არა, მთლიანად მთელ საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღესასწაული, რომელიც ტარდება ამ ქალაქში. ეს არის ქართული ფეხბურთის აკვანი და იმედია, რომ წინ წავა ეს გუნდი. მე რომ დავიწყე ჩემი მუშაობა ფედერაციაში, ჩემი მიზანი იყო, რომ ფოთის კოლხეთი ყოფილიყო უმაღლეს ევაზში. სამწუხაროდ ახლა არ არის, მაგრამ იმედია, ჩემ წასვლამდე ისევ დაბრუნდება და კიდევ ერთხელ მიულოცავ ამ ქალაქს და ამ გულშემატკივრებს. ეს დღე არა მარტო ფოთის ისტორია, არამედ მთელი ჩვენი საქართველოს ისტორია და კიდევ ერთხელ ყველას მიულოცავ ამ დღეს და მომავალ თაობას უსურვებ ბევრი კარგი ფურცელი ჩაეწეროს ამ ისტორიაში. ულოცავ ფოთის კოლხეთს ამ ძვირფას დიდ დღესასწაულს. რომ ერთო ვარსკვლავები გაზარდე ფოთში. გააცოცხლე ეს ტრადიციები და მინდა მოусურვო ერთი რაღაცა, რომ ფოთში ძალიან მალე აღდგენილი იყოს ის ტრადიციები, რაც ფოთს ჰქონდა, რომ ბედნიერად საქართველოში ერთი ლამაზი ფოთის კოლხეთი გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს და ევროპის საგზურისთვის იბრძოლა.
კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ფოთელებს სასწლის თავი და უბრალოდ ერთსაც დავამატებ, რომ გასულ ხუთ შაბათს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული კლუბების ერთსულოვნება, ჭყალებში ვამბობ. ჩემი აზრით, მსგავს იუბილეებზე ერთად ყოფნა პატივისცემა და დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია და უბრალოდ საწყენია, რომ ქართული კლუბების ნაწილს სასწლის იუბილეს მილოცვა რბილად, რო ვთქვათ, დაავიწყდათ. ახლა კი რაც შეეხება ჩვენი გადაცემის მთავარ თემას, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩემ კოლეგებს მობრძანებისათვის და მე უბრალოდ ყველას ერთად შემდეგ წარვადგენ უფრო სწორად, როდესაც კითხვას დასვამთ. პირველი კითხვა კი რა თქმა უნდა ბატონ თემურ, რომ შეაფასოთ თქვენ, პირველად თქვენ დაიწყეთ განვლილი შესარჩევი ციკლი. პირველ რიგში მოგესალმებით, პირველ რიგში მეც მინდა რომ მიულოცო ფოთის კოლხეს 100 წელიწადი შეუსრულდა. ეს პირველი გუნდია საქართველოს, პირველი მერცხალი როგორც იტყვიან. და იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი მალე აღორძინდება, დაუბრუნდება უმაღლეს ლიგას და დაიმკვიდრებს იქ ადგილს. სამწუხაროა, რომ ესეთი რაიონებიდან ჩვენ გუნდები უმაღლეს ლიგაში არ აყვავს რა. და ფოთი მე მგონი ერთ-ერთი ისეთი გუნდი იყო ყოველთვის გამოირჩეოდა. ამიტომ სამწუხაროა, რომ ეს გუნდი ამჯერად არ იმყოფება უმაღლეს ლიგაში. მაგრამ ბევრი რაღაცები ითქვა და იმდენი რომ გაეკეთებინათ გუნდისთვის და გუნდისთვის რომ მიეხედათ, ალბათ გუნდი არ იქნებოდა ახლა მეორე ლიგაში რა. სამწუხაროდ ჩვენ აქ მარტო ლაპარაკს ავართ მიჩვეული და ამ დროს საქმის გაკეთება ძალიან ცოტა არის რა. ახლა რაც შეეხება ჩვენი გუნდის გამოსვლას, როგორც ალბათ ყველამ დაინახეთ, ძალიან ძიმე ქვეჯგუფში მოგვიწია ასპარეზობა. ახლა შეფასება ძალიან ძნელია გააკეთო, იმიტომ რომ პრინციპში ის მიზანი, ისთვისაც ახლა ყველა გუნდი იბძვის აი ესეთი თამაშები რო ტარდება, შესაჩევი ტური რო არის, ყველა უნდა რომ გავიდეს რა. მაგრამ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ აქ ქვეჯგუფში ვიყავით და ჩვენი შანსები რამდენად მაღალი იყო იმისათვის, რომ გვებრძოლა, რომ გვეთამაშა ფინალურ ეტაპზე, მე მგონი თავიდანაც ითქვა ეს, რომ ძალიან ძნელი იქნებოდა, ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი იმაზე, რომ მიგვეცა უფრო მეტი საშუალება იმ ფეხბურთელებისთვის ეთამაშათ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც უკვე მომავალ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება რომ მიიღოს გუნდმა, უფრო მეტი ისეთი ფეხბურთელები გამოვიყენოთ. ძალიან ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია, შეიძლება ისე ითქვას, მაგრამ მე მგონი რომ როცა რაღაცის გაკეთება გინდა და რაღაც მომავალზე ფიქრობ, ალბათ რაღაც გადაწყვეტილები უნდა მიიღო. ეს ნორმალური მოვლენა არის. და ეხლა იმასაც თუ გავითვალისწინებთ, ალბათ ეხლა თქვენ გინდათ გითხრათ ბოლო როგორ დაამთავრა საქართველოს ნაკრებმა ეს ციკლი. როგორც გითხარით, ძნელ ქვეჯგუფში ვიყავით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კი ჩვენ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ გუნდი ამ ქვეჯგუფში გრესეულად გამოვიდა. მეოთხე ადგილი ავიღეთ, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მეოთხე ადგილი ბოლო 12 წლის განმავლობაში საუკეთესო იყო. ალბათ, რა თქმა უნდა, ის მიზანი, ის რაც ყველას გვინდოდა, რა თქმა უნდა, მიღწეული არ არის და ვერ იტყვი, რომ ეს წარმატებული იყო, მაგრამ რაღაც ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ქონდა წინა ქვეჯგუფში რა. მე მინდა არ გამოვიდეს მონოლოგი, მხოლოდ ერთ მხარემ რომ ვისაუბროთ და მე მინდა თქვენ გთხოვთ უბრალოდ მაქსიმალურად ვეცდები ყველას მოგცეთ კითხვის დასმის საშუალება და თქვენი აზრის გამოთქმის საშუალება და უბრალოდ მეც რა თქმა უნდა მაქვს კითხვები და შემდეგ მეც დავსვავ. ლევან სალუქვაძე GMG. მოგესალმებით, ძალიან მიხარია თემურის ასე ახლოს ნახვა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და წინასწარ მინდა ვთქვა, რომ თუ კი რამე კრიტიკული იქნება ან რაღაც ნათქვამი, ვინმე მაყურებელმა თუ თვითონ თემური დარწმუნებული ვარ ამას არ ეფიქრებს, არ ეგონოს რომ ვინმეს რაღაც უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, ან თვითონ კარგია რომ მამზადება რა, დავიდანვე. არა, შერომოელი იმაზე ნაკლებად კრიტიკული ვიქნები, მე მგონი. პირველ რიგში ალბათ კიდევ მოგვეცემა, ხო? კი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში სანამ ჩვენ რამეზე დავიწყებდით საუბარს, პირველი ესეთი კითხვა მექნებოდა თემურთან, აი ამ ციკლის განმავლობაში რას თulis თავის შეცდომად, რა შეცდომა მოუვიდა მას და რას ნანობს, რომ აი ესე არ უნდა გაეკეთებინა და სხვანაირად აჯობებდა. იცით რა არის, ჩვენ რო ვიწყებთ ლაპარაკს, ყველას შეკითხვებზე საერთოდ ამ ფეხბურთზე რო ვლაპარაკობთ,
ბევრ რაღაცებს არ ვითვალისწინებთ, გაიგე? რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ ნაკრებმა კი არა, გუნდმა და საერთოდ ქვეყანაში ჩემპიონატმა რაღაცნაირი პროგრესი განიცადოს რა. ეხლა როცა ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში იმას ვერ დავადგით თავი, რომ დავარწმუნოთ ეს ფეხბურთელები, რომ ეს არის შენი ქვეყანა. ეს არის შენი ვალდებულება. ეს არის შენი, ну, რა ვიცი, სიამაყე. და აქ ნაკრებში რო გიძახებენ, ხო? და ამას აი ესე უპასუხისმგებლოდ მიუდგები, ხო? ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვერ მოახერხე და ბოლომდე ვერ მიიყვანეთ ისე როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება და როგორც სხვა ქვეყნებში, რომლებშიც მე მითამაშია და მე იმას რო უყურებდი, რომ იქ როგორ ეყურებოდნენ ნაკრებს ფეხბურთელები და ახლა ყველაზე არ ლაპარაკი, აქ არის რაღაც მომენტები, სადაც ეგეთი პრობლემები თითქმის ყველა გამოძახებაზე იქმნებოდა რა. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ის და კიდევ ვფიქრობ, რომ აი რა უნდა გამოკეთებინა ისეთი, რომ ამის პრობლემების წინაშე არ დამდგარიყავი რა. და იმას თუ გავითვალისწინებთ, რა პრობლემების წინაშე ვიყავი ჩვენ ბოლო თამაში ესპანეთთან, წარმოიდგინეთ. იმ თამაშიდან, რომელი თამაში ჩვენ ვითამაშეთ ბოლო თამაში ფინეთთან, 7 თუ 8 კაცი დაგვაკდა რა. წარმოიდგინეთ თქვენ ახლა მწვნელი არასაპატიო მიზეზებით ესეთი. ნუ არა, იყო საპატიო და იყო არასაპატიო. სამწუხაროა რომ იცი რა არის, აი თქვენ ჟურნალისტები რო ხართ, ხო? ამ არასაპატიო მიზეზებს არ ეძებთ, გაიგე? არ გინდათ, ეს გინდათ ყველაფერი გადააბრალოთ მწვნელს. არა, სწორედ მაგაზე იყო ჩემი ბოლო ერთი მწვავე. არა, იცი რა არის, მე ზუსტად მაგაზე მქონდა ლაპარაკი და ერთ-ერთი ჟურნალისტი, ხო იცი, იმ ფეხბურთელს ალიბის უმზადებს, რომ იცი რა არის? ის არ ჩამოვიდა. და იმის მეორე დღეს ინტერვიუს უკეთებს, რომ აი ეს იმიტომ არ ჩამოვიდა თვითქოს და ერთი თამაში ითამაშა ხელოვნურზე, მეორე თამაში ითამაშა იმაზე, რა ქვია, და ექიმმა ურჩია, რომ დაისვენოს რა. არა და მე ამ დროს ამ ფეხბურთელს ურეკავ და ჩემ ტელეფონს არ პასუხობს. იმას ვეუბნები მე რა დაურეკე და უთხარი ურეკავ და ან დამირეკოს ან რაღაც. არა კაც რაღაც მე დაურეკავ თამაში რომ მორჩება. თამაში რომ მორჩება იმის დარეკვა რაღაც მინდა. მაგაში აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ იქ ამაზე უფრო მეტი უნდა გესაუბრო. მეტი უნდა გესაუბრო და უფრო ადრე. სულ მაგაზე ლაპარაკი. მე ერთ რაღაცას გითხრა. ჩემი საუბარი რა გინდა? აბა ჩვენ რომ საუბრობთ შედეგი არა მომისმენე. საუბარი რა გითხრა? კაცი აღარ ჩამოდის და მე ის კაცი თამაშობს. არა მოდის, რატომ? აი ეგ არის. ბატონ თემურ ჩვენ დაამბობთ არა მე მაგას კი მაგრამ მე კი ვიცი, მაგრამ შენ რო იტყვი უფრო სხვა ფასი. არა მე გეტყვი ამას. აი ზუსტად ეგ ვარი, არა ის ზუსტად ეგ ვარიანტია, იცი რა? მე კი ვიცი, მაგრამ შენ თქვი. არა მე ვთქვი. ვარიანტი არის ზუსტად ქართულ ფეხბურთში. აი ვარიანტი არის ზუსტად ქართულ ფეხბურთში, იცი რა არის? ამ რაღაცებს მე კი არ უნდა ვლაპარაკობ. მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ხო? ამას მე იმ ბიჭებთან მიწევს მუშაობა, ხო? ამას უნდა ლაპარაკობდე სხვა. ამას გაიგე? ამას უნდა ლაპარაკობდე სხვა, მაგრამ იცი რა არის? ყველა რაც იცი. ყველა კაი ბიჭის როლს თამაშობს რა. მოვატო აგერ გიჟი ქეცბაია, ყველა სალაპარაკოს იტყვი, ჩვენ წავიდეთ და ჭამოთ, სვად, ვიქეიფოთ, ერთმანეთს ვესიყვარულოთ. და ფოლოს მე გამოვა არ გამოვა, ნუ კაი, ამ ჭამას მას გადააყოლეს ქართული ფეხბურთი. ამაზე ძალიან ბევრჯერ იყო ნათქვამი, რომ ზუსტად იმაზე გეტყვი, ხო, აი დავასრულებ ამ იმაზე. ვინა? ამისულაშვილი. ჯერ ამისულაშვილმა დამირეკა მე. მანამდე სანამ თამაში იქნებოდა, სულ რაღაც 2 კვირი, 3 კვირის უკან და თემო რა, დავიღალეო რა. უკვე მიჭირსო რა, იქაც, აქაც გადასხმებს ვიკეთებ და ნუ დავიღალეო ზამ პლუს ამას ისე მატებაო რომ რა ქვია იმას ნაკრებიდან ბიზნესით არ მანგზავრებენო და ფეხებს ვერ ვშლი და ნუ დავიტანჯებ რა ისე მათე ვეკითხა კინკლაძე არველაძე რა ქვია შელია ცხადაძე სადღაც იმებში ამ ხელა დონის გუნდებში ქეზბაია 10 წელიწადი ვიფრინეთ ეკონომ კლასი და იმ რა დროს ეხლა კიდევ გამოსწორდა სიტუაცია და ეხლა შეგიძლია რომ ერთი იმით მოხდე თბილისში რა, ანუ ერთი გადაждომით. მაშინ გვიწევდა ჩვენ ერთი 5 გადაждომა და სადაც არ მივიოდით, გაიგე? ხო და დამერეკა და არ შემიძლია და მე ვთხარი, პირდაპირ ვთხარი რა. პირველ რიგში რაც მოხდება მეთქი, ჟურნალისტები, ნუ ის ჩასაფრებულია, იტყვიან რომ აი, ქეცბაიასთან კონფლიქტი აქვს და ერთმა ჟურნალისტმა ეს უკვე მანამდეც თქვა რა. თურმე რა ხდებაო, ერთი წავიდაო, მეორე მიდისო მესამე მიდისო, გუნდი იშლებაო, რა ქვია იმა.
ნუ ესეთი ხალხი წავიდეს, თავი გზაზე. ხა არავის არ შევეხვეწებინო, თანაც ახლა არ არის საქართველოს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მართლა რომ ვიღაცას უნდა ეხვეწოს, ჯერ სახვეწარი ვის უნდა ეხვეწოს, საქართველოს ნაკრებში ჩამოდის და ითამაშოს, ვის უნდა ეხვეწოს. და მე ვუთხარი, ჯერ ერთი და მეთქი, შენზე იტყვია რომ შეკაი კაცო 31 წლის კაცმა რამ დაგღალა. არ იტყვის ახლა ნორმალური მოაზროვნე კაცი, არ იტყვის რამ დაგღალა 31 წლის კაცი. ანდა კიდევ რას თხოვს საქართველოს ნაკრებში, ჩამოკვდებს თუ რაღაც 3-ჯერ თუ 4-ჯერ წელიწადში. თან ესპანეთთან სათამაშოთ თან, ხო? არა, ხო მაგას გეუბნები, არა, ეგ ესპანეთი ეგეც ის არის. ალბათ ეხლა იცი რა, როგორ თელი საქართველოს ლოდა. ამას ამდენი პრობლემები საქართველოს ნაკრებს ეხლა, ხო? წავლენ ერთი ალბათ 10 თნობს წააგებენ რა. და ქეცბაიას ეტირება ყოფაო, ალბათ ამას ფიქრობდა, მთელი ისა. მარტო ქეცბაიას ეტირება, თქვენ კაი, ეს საქართველოს ნაკრებია. აი ესეთ თამაშზე რო კაცი აღარ ჩამოვა, რაღაცებს მოიგონებს, დაურეკია და იმისთვის უთქვია, ფედერაციაში რომ ახების ოპერაცია უნდა გავიკეთო, იმაშიო, რა ქვია. გერმანიაში მივდივარო. ეტყობა რომ უცებ ნებეტანე მოუვიდა, გაიგე და მე იმ ჟურნალისტმა, რომელმაც ინტერვიუ ჩამოვართო, იმან რომელმაც გაუმგზავნა ეს ისა, ახი არაო, იქ იმაზე ვითამაშეო, მე იმაზეო და ექიმმა მითხრა დაისვენე. ეგ არის ზუსტად. ხალხი ისვენებს მაშინ, როცა ეროვნული ნაკრების თამაშებია. მაშინ ახსენდებათ ოჯახური პრობლემები, მაშინ ახსენდებათ, რა ქვია, იმას დასვენების პრობლემა, მაშინ ახსენდებათ თავის ტკივილი, ფეხის ტკივილი, რა ქვია, იმას ყელის ტკივილი, მაშინ ახსენდება ყველაფერი. აი, მაგ საკითხში მე ხა დიდხანს აღარ დავიკავებ. თანაც ახლა მივდივარ ესპანეთში. თანაც ისეთ დროს მოგვიწეს ყველაფერი და ვეთამაშები კიდევ გასვლას ყველა დროის საუკეთესო გუნდს სოფლიოში. ყველა დროის საუკეთესო, ამაში ხომ ერთახები. მოიგო ევროპა 2-ჯერ, სოფლიო და საუკეთესო გუნდია რა, როგორც თამაშობენ რა. წარმოვიდგინეთ ჩვენ რა დღეში ვიყავით, როცა აი ესეთი სიტუაცია და გვიწევს, იცი რა არის, ბოლო მომენტში. კიდევ კაი ჩვენ ეს თამაში ქონდა, რა ქვია იმას 11-ში კი არა ქონდა. სამშაბათს იყო და არ პარასკევს იყო. არა, პარასკევს არ იყო, სამშაბათს იყო რა. ხო, სამშაბათს იყო. წარმოვიდგინეთ ჩვენ რო ჩავოდით, ხო? ეს დრო რო ჩვენ ვარ ქონოდა, ხო? მართლა გეუბნებით რა, მე პირდაპირ მინდა იმ ბიჭებს ყველა ვინც იქ იყო, უდიდესი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მართლა კარგი ის გავიარეთ რა, ეს ერთკვირიანი ისა რა. და მართლა რაც ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა იმისათვის რომ მართლა ღირსეულად გამოსულიყავით, ეხლა თქვენ თუ ეხლა იმას მომთხოვთ მე ესპანეთის ნაკრებს რატო არ მოუგე, ხო? მაშინ ეხლა მაშინ თქვენ არანაირ ლოგიკასთან ახლოს არ ახართ, როგორც ფეხბურთელი კი არა, საერთოდ როგორც პიროვნებები, გაიგე, მაგრამ ეხლა გამოვედით ღირსეულად, დავდეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო და წამოვედით იქიდან და ამაზეა ზუსტად ლაპარაკი, როცა ხალხს თვითონ ნაკრებში თამაში არ უნდა, თქვენ რა გინდათ ეხლა? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეგ არის, მაგრამ ამაშიც ხო, თქვენს ხომ დამეხმაროთ, იმის ამ საკითხში მთლიანად ვეთანხმები, ეხლა მე სხვა საკითხები არის, რაზეც ალბათ ვიკამათებთ, მაგრამ ამ საკითხში პირადად მე და ვიცი, ბევრი ჩემი კოლეგა აბსოლუტურად იზიარებს თემას. უბრალოდ მე ერთ რამეს ვისურვებდი, რომ აი როგორც თემური ამბობს, ხო მეც გამოვედი რაღაც კრიტიკული შეფასებით, აი ზუსტად მაგ თემაზე, მაგრამ არა მარტო ჟურნალისტები, ფედერაციის წარმომადგენლებმაც გაზეთებს მიცეს ისეთი ინტერვიუ იმ ჩემი კრიტიკის შემდეგ, რომ გაამართლეს ყველა ის იმას ვიზა არ ქონდა, იმას ყოჭეტიო და იმას ყველა კაი ბიჭის დროს თამაშობს, ხო აი ამ შემთხვევაში რომელიც გამოვიდა კეცბაია უფრო ახლო კონტაქტში რო ყოფილიყო ჟურნალისტებთან, მე მგონი ერთობლივად უფრო მაგ ძალიან ბევრი ყველა ამბობს, ყველა მოვადრო. მე მგონი ეს აჯობებდა. ერთი წამი ლევან ბატონო ფედერაციაში აცხადებენ, თქვენც არაერთხელ გითხოვთ, მოვადრო და ყველაფერს ვიტყვით. აი ეს სახელი ამისულაშვილი გავიდე. არა, მოვადრო და ყველაფერს ვიტყვით. ძალიან ხშირად ყოფილა ეს ფრაზა. თქვენგანაც ფედერაციის არა, მომისმენთ, თქვენ ერთ რაღაცას გეტყვით, იცი რა არის, აი ეს არის ყველაზე რა თქმა უნდა რა არის რა ხდება და კაცი არ ჩამოვიდა ტრამვირებული ვარ იძახის. და მე მიდის ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ ეს? და ვიზა ვერ გავიგე. აი ვიზას თავი და ვიზების პრობლემის რაღაც არის, კაცო მე ყველაზე კი არ ვიძახი. მე გეუბნები თქვენ ვინც არის. მე იმაზე კი არ გეუბნები. მე მაინც ვერხდებ საერთოდ პრობლემა როგორ იყოს 21 საუკუნე. ვიზა რა ტრამვირებული ვარო და რა ქვია იმას აქ არ ჩამოდის და თამაშის წინა დღეს ახალგაზრდულ ნაკრებს რო აქვს, რა ქვია იმას 10-ში თამაშო და 11-ში ახალგაზრდულ ნაკრებს თამაშე და იქიდან იძახის თუ ტრამვირებული ვარ. ეგ პირველი ეგ ფეხბურთელი მეც გამოიძახე ახალგაზრდულ ნაკრებში. მე ახალგაზრდულ კი არა, ეროვნულ ნაკრებს, ხო? უნდა წავსულიყოთ ყაზახსტანში. გვითხრეს თუ ტრამვირებულები არიანო. ჩამოვედი ჩვენ ყაზახეთიდან, მეორე დღეს საქართველოს პირველობაზე თამაშობდნენ რა. ბევრ შემთხვევაში ამ ბავშვების ბრალიც არ არის, გაიგე?
ბრალი არის იმ გუნდის ხელმძღვანელობაში, ვინც არიან, რომლებიც ეუბნებიან, რომ იცი რა არის, არ წახვიდეს, არ წახვალ ახლა. იმიტომ რომ ხო იცი აქ როგორ არის. ჩვენ ახლა არ შეგვიძლია ევროპა ვითამაშოთ, მერე საქართველოს ჩემპიონატი ვითამაშოთ. მე ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ მეთქი აბა წამოიდგენ ჩვენ რომელიმე ქვეჯგუფში თუ მოხვდებით, რა ქვია, UEFA-ზე თუ ჩემპიონთა ლიგაზე, ალბათ მთელი ჩემპიონატი უნდა გადავდოთ რა. იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია რა ვითამაშოთ 4 შაბათს, ვითამაშოთ კვირას, ვითამაშოთ. არა და ამ დროს აქ საქართველოს ეს ვისი ბრალია? პირველი რაღაცა უნდა გაკეთდეს, უნდა იყოს ყოველ მესამე დღეს თამაში. ეს ვისი ბრალია? ვისი ბრალია? ვისი ბრალია? ნუ ვისი ბრალია მithra? ფედერაციის. ნუ ვიცი ახლა იასლიაზე რა სიტყოდი რა ფედერაციის ბრალი. ფედერაციის ბრალი რა არის? კაც რო იძახებ ნაკრებში და აღარ ჩამოდის ფედერაციის ბრალია. არა, თქვენ იძახთ 3 დღეში ერთხელ დანიშნო კალენდარი და იყოს 3 დღეში ერთხელ თამაში. მაგრამ ის თვითონ ის გუნდები გამოდიან და თამაშს არ ვითამაშოთ იძახით. ვერ გავიგე როგორ გამოვიდა, როგორ თვითონ ისინი თხოვენ გუნდები. და სადმე ყოფილა რომ რეალს ეთქვას რომ თამაში გადამიდე ბარსელონას. არის შემთხვევები არის, გეთახმები, მაგრამ მუდმივად რომ 4 დღეში ერთხელ ქართველი ფეხბურთელი ვერ ასწრებს აღდგენას. ეს ხო კლუბების ბრალია, ხო? კლუბებიდან მიდის ის რომ 4 დღეში უნდა ვითამაშოთ. მაგრამ ფედერაცია არის ჩამოყალიბებული ამ კლუბები და კლუბები რო შეიკრიბებიან და იყვნენ იქ რო ჩვენ არ გვინდაო რაღაცა, ხო, შენ რო ხარ, რა უნდა იმას აკნა. მე ის უთხარი ერთი რაღაცა. მეთქი თქვენ კაი ხალხო, აგერ დღეს ნაკრები თამაშობდა 21 წლიანები, ჩამაშები ვიყავით ასუნე. მთელი გუნდი უთამაშებელი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მთელი გუნდი იყო უთამაშებელი. ნუ იმ პრობლემებზე თავი დაანებეთ ეს ქართული ჭირი, ზედმეტი წონა, ფიზიკური მომზადებლობა, აი დღეს უყურებდი იმ სლოვაკეთის ნაკრებს რა. აი რომ მიხვდოდი ერთ ზედმეტ ცხიმს ვერ ნახავ მაგათ ორგანიზმში. ჩვენთან აი რა სირცხვილია, რა სულ ამაზე ლაპარაკი სირცხვილია, თქვენ თხოვთ მე გავიდებ იმაზე რა ქვია, ევროპის ფინალურ ეტაპზე ხალხს როცა იმაზე მოგვაქვს ლაპარაკი, ნაკრებში არ ჩამოდიან, ზედმეტი წონა აქვს, ფიზიკური მომზადებლები არიან. როგორ გინდათ ხალხო, თქვენ ვერ გავიგე, მე ის კი არა ვარ, რა ქვია მას, ფოკუსნიკი აქვს. და კიდევ გეუნებით 12 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე კაი შედეგია, ხო არის შედეგი? არ არის შედეგი? ბოლოს ოდის ავიღე, ამას შედეგი როდის იყო ბოლოს? ამაზე ცოტა გოლი ერთხელ გავიტანე. 2002 წელს. თემო, ხანდახან ჩვენც ვლაპარაკებთ რა. კი ბატონო, იდლაპარაკეთ ხო? არა, მე მგონი ჩემი ლაპარაკს ელოდებოდი რა. არა, ის ვლაპარაკოთ, აქ გაწუდა. შენთან ლაპარაკი ვიდა თორე. ხო და მე ვილაპარაკობ, თქვენ თუ ვილაპარაკეთ, ბაცი რა. არა, დიალოგის რეჟიმი რო იყოს რა, მართალია რა. ია გორგოძე ჟურნალი 10-ია. დალექსირად ლაპარაკობთ დეტალებზე, რომ შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი იყოს და ყოველ ნაკრებს ყურადღებას უნდა თავარს. რაჭის ამ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც აბსოლუტურად ყველა აღიარებს, რომ ბოლო 5-7 წელია მიდის უკვე ამაზე ძირს დაცემა აღარ შეიძლება. ყველაფერია, ბოლო 5-7 წელია განსაკუთრებით. მარტო 5-7-ია, მათო? თქვენ დროს 47 ვიყავით ერთხელ რეიტინგში. არა, მარტო 5-7 არა, უფრო 2005 წლის მერე, როცა მოვიდა ნოდარ ახალკაცის უმცროსი, ესაც რო არ წინავდა და გრამიტეს არ ამდროდა ქართული ფეხბურთი, იმის მერე დაქცევისკენ მიდის. იმის მერე დათვლილია, რომ დაიხარჯა 100 მილიონ ლარზე მეტი, ეს ფული რაში დაიხარჯა და რას მოხმარდა, ქართული ფეხბურთი დავიდა იქამდე, რომ ამ შესარჩევ ციკლში ჩვენზე ნაკლები გოლი გაიტანა მარტო სან-მარინომ და ანდორამ. ხო ფაქტია ეს, ციფრებით რომ. ეს წარმიდა. მე ხა ჩემი მომავალი შეკითხების ხარის შენთან პირველად დამოკიდებულება შენი ჩემ და მეიცი 10-ას ფეხბურთელ თემურ ქეძმაიაზე მადლობის მეტი არაფერი დაუწერე და ალალი იყოს ყველა ეს სტაჟი რა ჩვენთვის დაგვგერია. ერთი კითხვა მაქვს, რომელიც მე განაპირობებს, ჩვენი მედია კითხები კი დაგვტრიალდება წრეზე და შემდეგი კითხები შინაარს განაპირობებს. ორი შესარჩევი ციკლი იყავი უცნელი. ეხლა გაგითავდა კონტრაქტი, შეგაკ ოპციონი, კი არ გაგითავდა 2+2, ნუ ოპციონის ეს და. არ იცოდნია თუ როგორც არის, მაგინდა კითხო ზუსტად. აი რას აპირებ ჩვენ და ფედერაცია ხო რომ დაждდებით მაგიდასთან? რა გეგმები გაქვს? და ჩვენ შემდეგ კითხებს, მე მაგალითად ჩემ პირად მომდენო კითხებს განაპირობებს შენი პასუხი, ამიტომ ეს მაინტერესებს პირველ რიგში. შენგან გულახდილი საუბარია არც ერთერმა გუცხო. ზუსტად არა, გიგინახია ჩემგან ესეთი რაღაც. ეგ უკვე ჟურნალისტებიდან მოდის ესეთი ლაპარაკი, თორე მე არ მოდივარ სულ გულახდილად ლაპარაკობ რა. ჩასაფრებული ჟურნალისტები. არა, ნუ ჩასაფრებული ხა ყველაზე რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვიძახი, არიან ჩასაფრებული ჟურნალისტები. ყველაზე არ ვიძახი, თქვენ შეიძლება ფედერაციაში მასე არ არის. უბრალოდ ერთამეს გეტყვი. პატვის აქცენტი გულახდილობა შენი პასუხიდან, აი რას აპირებ ეხლა რომ დაждდები ჩვენ და ფედერაცია, რას გეგმავთ, ის განაპირობებს ჩემ მომდენო კითხვების შინაარსს. მაგი ხო ჩვენ, მაგრამ მაგი ჩვენი ხო 2 წელს უკან თქვით ეგ გეგმანო. არა, არა.
არა, დამთავრდა იწყება ახალი ციკლი. რას აპირებ? არა, მაგას ვიძახი. ეს გადაბმულია ეს ისა ფედერაცია რას აპირებს, იმიტომ რომ რო თქვენ მისი ინტერვიუებში ბოლო დროიდან ინტერვიუებში რაღაც მეაც მოაცობს და ვერ გავიგე და შენ რას აპირებ? აი შენ და ფედერაცია უნდა დაждები. ფედერაცია რა თქვა რა? თუ გულისხმობთ იმ ინტერვიუს, ერთ-ერთი ინტერვიუ ხო მეც მაქვს კითხვები, ზვიად სიჭინავას ინტერვიუ ხო მეც მაქვს. გაგრძელდება თუ არა თემურ ქეძმეეს და ნაკრების ურთიერთობა და უარსები ყველა სიახლე იყო. ნუ არ ვიცი ახლა მე ფედერაცია ლაპარაკობს გაუგებრად უფრო გასაგებად მინდა გავიგო ამ თემაზე ლაპარაკი არ ჩამოვარდნილა ახლა გავაგზავნებელი არაფერი არ მაქვს ჯერ ერთი და ნუ გევპიტაბი გეუნები გასაგზავნებელი არაფერი არ იმიტომ რომ ის 20 წლიანი იმიტომ რომ მაშინ მე გითხარით 2 წლის უკან მაშინ ჩემ ეს ამ ფეჯგუფიდან გამომდინარე ჩემთვის რო ეთქვათ ხო აი 2 წლიან კონტრაქტს გაძლევთ ხო მაშინ მე ვეტყოდი რომ იცით რა დიდი მადლობა იმიტომ რომ ახლა მე კამიგაძე არა ვარ რა ახლა მე ფოკუსნიკი არა ვარ ამ ქვეჯგუფში რომ ახლა მითხრა რომ გინდა არ გინდა უნდა გახვიდე მომავალ ეტაპზე ხო ვეტყოდი რომ ჩემი თავი გენაცვლოდ კარგად იყავი და წავედი ჩემ გზაზე რა ამას ზუსტად იმიტომ იყო გაკეთა ზუსტად იმაზე თქვი მე რომ ბევრი რაღაც ისეთი გადაწყვეტილებების მიღება მომიწია რაც მე არ მინდოდა მაგრამ ალბათ კი არა ნუ ფიქრობდი რაღაც მომავალზე და რაღაც ამიტომ მივიღეს გადაწყვეტილებები ეს ყველაფერი იმასთან არ იყო დაკავშირებული იმაზე კი არა რომ ჩვენ თქვით რომ ეს ეტაპი გამოვიყენოთ იმისათვის რომ უკვე 2016-ში როცა უკვე არა მარტო არა 2 გუნდი იბრძოლებს უკვე იქნება 3 გუნდი ეგრე არ იქნება 2 გავა პირდაპირ და მესამე ითამაშებს პლეი-ოფს ხო? თეო კითხოს დაუბრუნდა ისე სტაბილიზებულ შემორი შენ რო ჩამოხვედი ფედერაციას არ შეხვედრილ ხარ არაფერი არ უთქვიათ ფედერაციამ არაორაზრულად მიგვანიშნა რომ დაფიქრდება იმაზე ახლა 2 დღეა ფედერაციაში არა დაფიქრდება იმაზე გააგრძელოს თუ არა თემურ არა გასაგებია ხო და მე მგონი გვიპასუხა რომ ამ თემაზე არ მეტიც ხო ფედერაციამ რომ ჩვენ არა გვაქვს თემურთან კონტრაქტი და პირობებიო ჩვენი დანიშნული არ არის ესო დანიშნა სახელმწიფომ არა თქვა ეს ზვიად სიჭინა არა მე არ ვიცხოდა მაგრამ ზვიად სიჭინა სამინისტრომ დანიშნა ზვიად სიჭინა ის თქვა რომ ნუ ეხლა მე როგორ ვიცი თემურთან არც ხელფასზე არც პირობებზე საუბარიო ნუ ეხლა გაზეთში ბევრი რაღაცა იწერება რომელიც რეალობას არ წარმოადგენს ეხლა გაზეთში დაწერის ეხლა იცი რა არის ეხლა თქვენ ეხლა არა მოდი მაშინ მოდი თქვენი ჟურნალისტური რაღაც იმით გინდა თუ რაღაცა ჩორტი ჩააგდოთ და რაღაცა ჩორტი ჩააგდოთ არა თუ ეხლა არა საერთოდ ვიძახი რა ნუ ახლა იცი გინდა ალბათ რაღაცა მათქმევინოთ ვისი შეარიყო და არ თვითრება მე არა ვარ ეს მიდაპირ ლაპარაკი ჩვევია კაცი იძახის მე დავფიქრები არა ვარ კმაყოფილი ნაკრების ამაში დავფიქრებით გავაგრძელოთ თუ არა მასთან დავждებით თორემ და დაველაპარაკეთ აი მაგრამ 2 დღეა ზვიად სიჭინავასთან ვზივარ და ამაზე ლაპარაკი არ ჩამოვარდნილა ეხლა და ნუ რა მეტი რა გითხრა რა გასაგებია ეხლა ბავი თქვენ უკვე გასაგებია რომ კონტრაქტი არსებობს და ჩვეულებრივ არა ნუ გეტყვით კი ბატონო დათო თავარტკილაძე გაზეთილელო თუ შეიძლება მოგესალმებით ყველას დიდი მადლობა გულახდილობისთვის რაც შეეხება ამისულაშვილის თემას ჩვენთან დაიბეჭდა ინტერვიუ მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი ალიბი ეს იყო ფეხბურთელის მივეცი საშუალება რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა იმასთან დაკავშირებით რატო არ ჩამოვიდა ნაკრებში რაც შეეხება ჟურნალისტურ პოზიციას თუ კარგად ეცნობა პრესას ნაკრების მწვრთნელი იმასაც წაიკითხავდა რომ იყო ეგეთი მოსაზრება პირადად ჩემგანაც რომ როცა ფეხბურთელი ამბობს რომ ტრამირებული ვარ და ვერ ჩამოდივარ ხო არ იქნება უკეთესი რომ ფეხბურთელი მაინც ჩამოვიდეს ნაკრებში გაესინჯოს ნაკრების ექიმს და ამით ნუ არა ზუსტად მაგას ვაპირებ მაგაში გეთანხმები ჩემი დიდი დანაშაული არის ერთი ზუსტად 1 წელიწადი ნახევრის უკან მოხდა ეგეთი შემთხვევა და მე იმ ფეხბურთელს უთხარი მე პირდაპირ გეუნები მეთქი რა აი შენ რო თუ იქ ითამაშებ შაბათს ისოდე რომ შენი ბოლი თამაში იქნება მეთქი საქართველოს ნაკრებში და ჩემი უდიდესი შეცდომა იყო რომ ის ფეხბურთელი მე ნაკრებში გამოვიძახე მაინც გავითვალისწინე რაღაცა მეც შევიძლია ითქვას რომ ნუ როგორ გითხრათ როგორც სხვებზე თქვი კაი ბიჭის როლი ვითამაშო ნუ მაინც კაი ბიჭის როლი კი არა ნუ ალბათ ესე უცებ იმას ამან ნაკრები დააზიანა და მაშინ ხო ჩამოართო მაშინ რატო არ დაურეკე რა ქვია იმას მომავალი კვირის მერე ნუ 3 თამაში ითამაშა ჩვენი თამაშის მერე გადაბმული თასი ჩემპიონატი თასი არა ჩემპიონატი 2 და 1 თასი შეგაიგაცო ეგეთი ექიმები რა ექიმები ყავთ მითხრან ერთი მილიონებს გავაკეთებინე წავიყვან უცხოეთში თუ ტიპი რომელიც საოპერაციო იმას რა ქვია პახებს გააცოცხლებს ხო მაგრამ ეს იმაზე არ არის ეგ არის თვითონ იქიდან დაწყებული რაც მამ ლაპარაკს მოყვა იგი მაგაზე ვიძახი ალბათ ახლა ამან იფიქრა რომ იცი რა არის
რომ ახლა მე არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას ქეძბაიას მევაღებინებ, გაიგე? იმან თქვას და მე დავისვერებ მე გაიგე? ეგეთი ის არის, გაიგე? მეტია, მაგრამ ეგეთი კაცი ხო? აი გეკითხი, გინდა ეგეთი კაცი ხათოს ნაკრებში ითამაშოს, ეგეთმა კაცმა? არა, არ გვინდა და ზუსტად ამიტოა რომ მე მინდა საქართველოს ნაკრებს კონდეს ეს შემტევი სტილი როგორც შენაგაკ პრესკონფერენციაზე. შეგაიგე, თქვენ გაიხარ ხო? შემტევი სტილი. აი ეგ არის ჩვენი უბედურება რა. შემტევი ფეხბურთი სუპერმარკეტში არ იყიდება, შემოკარგო. შემტევი ფეხბურთი სუპერმარკეტში არ იყიდება, რომ წახვიდე და იქ ჩამოფასებული მაშინ რო იყიდო, ხო? შემტევი ფეხბურთი. ხო გაქვს შემტევი სტილი, აგე ჩვენ და ჟურნალისტებთან, აგე სტილი გვინდა ნაკრებს კონდეს. მე შემტევი სტილი, მე ფეხბურთელი არა ვარ. მე ვარ მწნელი. მე უნდა გავაკეთო ანალიზი. არა, გასაგებია, მე უნდა გავაკეთო ანალიზი. რა მყავს, ვის ვეთამაშები, რა ფეხბურთის თამაში შემიძლია რომ შედეგს მივაღწიო. ამისგან გამომდინარე. რატო არ ეთყობა? მარტო ფარერებზე და ანდორაზე მეტი გოლი. ჩვენზე ნაკლები გოლი გაიტანა მარტო ფარერებმა და ანდორამ. ეს ხო ფაქტია. აი, ჟურნალისტების მოგოლი არ არის. და მაშინ მაცა იმან ფარერებმა მე იქიდან არ მყავს ფეხბურთელები. თბილისის დინამო რომელმაც 8 გოლი გვაუშვა ერთ თამაშში და 1 გოლი არ გაუტანია. აბა როგორ გინდა ვერ გამაგებინედო. საიდან მოვიყვანო ეს ფეხბურთელი მე? ჰა? ეცოთი, მაგის პასუხი გეტყვი მე ძალიან. აბა მითხარი პასუხი, ხო ველოდები, საქართველოს ჩემპიონი. აი იქიდან საქართველოს პირველობიდან მყავდა მე ბოლო თამაშზე, რა ქვია იმას 6 კაცი. აქედან ერთი მაგას დავუმატე აზერბაიჯანიდან, 2 ფეხბურთელი, 2 კი არა 3, რომელიც ერთი კიბზე თამაშობს, მეორე უკრაინაში თამაშობს, მესამე თამაშობს იმაში, რა ქვია. ეგეც უკრაინაში 18 კაცი ვეხვდებიან ხალხო. ისინი ჩვენთან საქართველოს პირველობის მოთამაშე ფეხბურთელები უკეთესები არიან, გაიგე? 18 კაცი ვერ ხვდებიან. ვაიცადო, ეგ ადვილი არის, იცი რა არის? მე შემტევი ფეხბურთი მინდა, ეგრე სად არის ხალხო, შემტევი ფეხბურთი. გია დაახო რა. ცალკარში თამაშობს ახლა. არა, არ თამაშობს, იმიტომ რომ პასუხს ვეთქვი. პასუხს ვეთქვი ელემენტარულად, რა. ცალკარში თამაში გამო. ნეტა ეგრე ჩვენ ნაკრები თამაშობდეს მართლა. კი, მაგრამ ქართველები მაშინ ან არასრულფასოვნები ვართ, ეგრე გამოდის ერთი, ან მეორე, ვერ გავიგე. არა, იმ ბავშვების დააფასეთ ფეხბურთელების. აი მოусმინე. იმ ფეხბურთელებსაც გეტყვი. ესე იგი რა გამოდის ახლა? ეს არის ჩვენი რაღაცა გამოდის მენტალური უბედურება, ხო? კი, მაგრამ ქართველები თამაშობენ კალათბურთსაც, სხვა სათამაშო სახეობებში, რაგბისაც, წყალბურთსაც, ახლა ყველგან პროგრესსაც ისვლა. რატო არის ეს დაქცეული ქართული ფეხბურთი და რატომ მიდის უკან და უკან? იქნებ ამაზე გველაპარაკა გულახდილად. თორე ის არ ჩამოვიდა. არა, უკაცრავ ჩვენ ლაპარაკობთ დეტალებზე, არ ლაპარაკობთ თავარზე. რა გითხარით რა არის ეს თავარი? სიცრუეში ცხოვრობს, წყვილში ცხოვრობს ქართული ფეხბურთი. რას გავს საქართველოს ჩემპიონატი ყოველ წელს კაბინეტში გადასდება, ვინ არის ჩემპიონი? ესეთი ანეკდოტები, რაც საქართველოს პირველობაზე ხდება, არ მომთარა არსად. 20 წელია უყურებ შენ თამაშობდი აქ. ქართულ ფეხბურთში ყავი 87 წელი თამაშობ. რა გინახია ნაკრებში ჩამოდიოდი. ესე დაქცეული როდესმე ყოფილა რაც ბოლო წლებია. საქართველოს ამაზე ცუდი საქართველოს პირველობები ყოფილა. არა, თქვენ კითხოთ, თქვენცემ პასუხთო, მეუბნებით რომ ესპანეთთან შეტევი ითამაშა და ამ დროს მეუბნებით დაქცეულია ქართული ფეხბურთი და როგორ უნდა ვითამაშო, გამაგებინეთ, შენ თქვენ გაიგებ თავარს რა. ხო. დალპა თავიდან ის ქართული ფეხბურთი ფედერაციის და კარვასლა გახდა ის. გიას დათა. მე კითხვა დავუსვათ ემურს, აქ ლაპარაკი იყო დაალაგებულ ქვეყნებზე. და თუ რა мотивაციით ჩადიან ფეხბურთელები ეგრეთ წოდებულ კარგ ქვეყნებში და გულით და სულით თამაშობენ. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იმ დაალაგებულ ქვეყნებში როგორც ჩვენ ვიცით, როგორც ჩვენ გვეუბნებიან იგივე ნაკრების ფეხბურთელები და სხვები, გამოძახებადეს კი, ნაკრებში გამოძახებადეს კი არის თანხა ფეხბურთელებისთვის და არის პრემიალური სისტემა. გასაგებია სამშობლოს სიყვარული და რაღაცა, მაგრამ დამატებითი мотивაცია არა, ისი პრაქტიკაც არსებობს ყველგან. განსაკუთრებით ამ დაალაგებულ ქვეყნებში. ჩვენთან არ არსებობს და ზუსტად ეგ არის რა, აი პრობლემას თქვენ თქვით, თქვენ ქმნით თვითონ. არ არის, არ ყოფილა ეგ ჩვენთან არაძოს, ჩვენ ვითამაშეთ ნაკრებს, მარტო იმათ კი აუთამაშია და. კითხვას დავასრულებ. მაგრამ კითხვა დაასრულე, არა, და იცი რა დოდო. იქ ნაკრებს დღეს ის ფეხბურთელები გუნდებში რო თამაშობენ და როგებულო ღმერთმა შეაგოთ ის ფული, ის ნაკრების დამსახურება არის. გაიგე? აი ზუსტად 4 წლის უკან რომ მოვედი, ხო ის ამისულაშვილი იყო სპარტაკ ნალჩიკში და ყურადღებას არავინ არ აქცევდა. 10 თამაში ქონდა ნათამაშე 30 თამაში ვათამაშე იმის მერე აიწყო ცხოვრება ამ ნაკრებმა აუწყო ცხოვრება და თქვენ კიდე ეხლა კიდე აი ზუსტად მაგ ალიბიზე მაგ რა პალაგი იმას კიდე იძახ რა ფული რის ფული არავინ არ ფიქრობს არის თუ არა საჭირო ეგეთი და ჩამოხვიდე უნდა ითამაშო ეს ის როგორ ჯარში რო გიძახებენ ხო არ გიხვალ ჯარში დეზერტირი არა ხარ ა არა, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას იძახის, თუ ფული გადაუხავ და ჩამოვიდენო. ჩვენ თვითამაშეთ, არ ყოფილა ეგეთი რაღაცა. ბოდიში რა. სანდრო. სანდრო სნობილად. ბატონო თემურ გამარჯობა. გამარჯობა. სანდრო სნობილად საზოგადოებრივი მაუწყებელი. გარკვეულწილად
თქვენს მოსაზრებას ამ შემთხვევაში მე ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნულ ნაკრებში ესეთი რაღაცეები ხდება, ანუ არ ჩამოსვლა. იქ მეცაც გეტყვით იყო შემთხვევები, როდესაც ერთ კლუბში ორი ფეხბურთელია და ერთს მართლა ტრავმა თუ აქვს, მეორეს ეზარება ელემენტარულად წამოსვლა. ასეთი შემთხვევები ყოფილა. ყველაზე არა, კონკრეტულ შემთხვევებს. მაგრამ ერთის პრობლემა არის. კი, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, მე აბსოლუტურად მესმის ეგ ამბავი. მე უბრალოდ მიჩნდება შეკითხვა, რომ ამ ამბავს თავი ხომ არ წარმოუჩენია ეხლა, როდესაც თქვენ ჩაამთავრეთ მეორე შესარჩევი ციკლი. არა, 4 წელიწადი ერთი და იგივე ხდება მეთი. სულ ერთელი ეს დაწყებიდან ხდება. ანუ შესაბამისად იყო, დამთავრდა ერთი შესარჩევი ციკლი, ხო? შემდეგ დადგა საკითხი და უშუალოდ იქნება თუ არა თემურ კეცბაია ისევ საქართველოს ნაკრების თავარი მწვრთნელი. ხო? ამ შემთხვევაში რამდენად უპრიანი იყო თქვენი მხრიდან დასმა საკითხს, რომ თუ ესეთი რაღაცეები კიდევ მოხდება, მაშინ მე ხო პირადად თემურ კეცბაია ხო არ დავდებ ჩემს დაუშვათ იმიჯს სასწორზე და აღარ მექნება მე ლაპარაკი იმაზე რომ ამ კალენდარულ წელიწადში 2013 წელს ხო გუნდმა გაიტანა მარტო 3 გოლი იმიტომ რომ მე ხო ხელები დამიბანია თუ ესეთი რაღაცები მოხდება და ამის მოგვარების მექანიზმი მე მგონი არსებობს ძალიან მარტივია რა ამის მოგვარების მექანიზმი უნდა დაისაჯოს ერთი უნდა დაისაჯოს მეორე მესამე აღარ გაგებს ეგ ერთი და მეორე შეკითხვა ბატონო თემურ თქვენ არაერთხელ გაიმეორეთ ორჯერ მინიმუმ მე მაქვს მოსმენილი რომ საქართველოს ნაკრებმა ეს წმინდა საფეხბურთო შეკითხვა უკვე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთში ითამაშა კარგად არგუმენტი მითხარით ერთი რომლის მიხედვითაც შეიძლება ყაზახეთში ითამაშო კარგად და თამაში წააგო არა თამაში კარგად ვითამაშო 70% ჩვენი იყო ბურთი ხო არა ხო მაგას ვიზახე თავიდანვე დავიწყეთ მაგას არა მაგი ეხლა თავიდანვე დავიწყეთ ნუ რაც შეიძლება ჩემი იმეჯი ხო ხა ჩემი იმეჯი სასწოროზე დავაყენე მე როცა აქ ჩამოვედი თქვენ кай ხალხო მე რო აქ რო ჩამოვედი ხო სანამ აქ ჩამოვიდოდი ორი გუნდი გავიყვანე ჩემპიონთა ლიგაზე რა ორი გუნდი ზედიზედ 2 წელიწადი ეს ის ჩემპიონთა ლიგა შენ რო ხარ საჩვენებ აქ 25 წელიწადი საოცნებოდ რო აქ ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოს საოცნებოდ არის სამწუხაროდ ხო რაშიც თქვენ მილიონებს იხდით რომ ბატონო თემურ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალისტის მწვრთნელი იყო საქართველოში და ვერაფერს ვერ მიაღწია მე აი თუმცა ძალიან მაგარი ყოფილა თქვენ кай ხალხო რა თუმცა ძალიან მაგარი ყოფილა რა აქ საქართველოს ნაკრების ტელები იყვნენ ხალხმა რომელმაც ჩემპიონთა ფინალში გაიყვანეს ი ერთი გავიდა მე-5-ზე მეორე გავიდა მე-6-ზე მე გავიდი მე-4-ზე მეტი რა გიდა თქვენ кай ხალხო თუმცა ძალიან მაგარი ყოფილა რა ხანდახან თიცი რა არის თქვენ გინდათ რომ იქიდანაც იმას ვიქნათ და მე თქვენ იმას აქიდანაც თქვენ კითხოს აქიდანა იმაშობთ და რაც შეეხება იმას ხო არა თემურ შენ რომ მაგარი ხარ ამაში არ დავუყო არ ხსელის შენი სიმაგრე რაც შეეხება იმას მე დავაყენე არა ყაზახეთს როგორც ფეხბურთელი და ყაზახეთს წავედით გასულთამაში თამაშეთ ხო და მაგას გეუნები აქ რა ვქნათ რომ ეს შენ რომ მაგარი ხარ ჩვენ რო რაღაც მოთხოვნები გვაქვს ეს ერთობლივად რაღაცა შედეგი დავდოთორე შენ არა თქვენ ხარ ზუსტად მაგ პრობლემა რომ მაწუხებს მე და თქვენ იმიტომ ვარ აქ მე არა 4 წელი მომისვენე არა აქ არ ვიყავი რო გითხარით თქვენ кай ხალხო მივედი იქ და ვეუნემ იმ გუნდებს კლუბები შევგრიბეთ და ვეუნემ ამ ჩემპიონატში თქვენ кай ხალხო სადაც არის ყველაზე кай შანსი რომ ახალგაზრდებს მივცეთ იმის საშუალება რომ ფეხბურთი ითამაშოს. შევთავაზე. ორმა ფეხბურთელმა იძულებით ითამაშოს 21 წლამდე ძირითად შემადგენლობაში. ორი რო ითამაშებს, კიდე ერთი ორი სკამზე უნდა იზრდეს. რა თქვენს კლუბებმა? არა, თავი მოიკლეს. არა, თავი მოიკლეს როგორ? ყველამ თქვა რომ ჩვენ ყველგაცო ვათამაშებთ რა, ისედაც ვათამაშებთ. სულ სხვა არის, ისედაც ათამაშებთ. არა მე შემდეგ გადაცემაში ამოვიღო რომ ბევრ გუნდს განაცხადშიც არ ყავდა იმასაკის ფეხბურთელი განაცხადშიც არ ყავდა ზუსტად მაგას გეუნები იმიტომ რომ იცი რა არის ერთი კატეგორია ფეხბურთელების ხო ის ერთი 20-30 ფეხბურთელი რომელიც ყოველ 6 თვეში გუნდს იცვლის რა ერთ გუნდში წავა მე რიგარაფელი გამოვა მე წავა სხვა გუნდში მე რიგიდან წავა სხვა გუნდში მე რიგიდან წავა სხვა გუნდში აი ეს 30 კაცი უკვე დადის ერთი 10 წელიწადია გაი და არ ეძლევათ ამ ახალგაზრდებს აი იმას გითხარით დღეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხო? ვინც კი საქართველოსდან იყო, თითქმის არც ერთი ძირითადში არ თამაშობს რა. დათო ერთი მათქარი. პლუს ამას ემატება ის ვის უცხოეთში არის, იქიდანაც 1-2 ხო რაზეც იყო ის არ უპასუხა და იმაზე უპასუხებ რასაც ყაზახეთი. იცი რა შეგ თემური კარგი მწვრთნელია, კარგი ფეხბურთელი იყო, საყვარელი ადამიანია. ფედერაცია არაფერში დამნაშავე არის, თემური ყოველ შემთხვევაში ბრალს არაფერში დევს.
ფეხბურთელები ვინც არ ჩამოდიან და ჩამოდიან თავის დროზე არ სახელდება და ბოლო ისე გამოდის რომ ჩვენი პრალი გამოდის მომისმინეთ ეხლა მე ის არ ვიღებ იმიტომ რომ თემურმა რაც ილაპარაკა ჩემ თავზე არ მიმიღია მაგრამ ნუ ჟურნალისტები ვართ კოლეგები ესე იგი ჟურნალისტების ბრალია არა მომისმინეთ მე რომ მეუნები კიდევ ვისი ბრალია მოდი ესე ვთქვათ მე რომ მეუნები თქვენ кайხანხო ხო თქვენ ფედერაციაზეა ზუსტად მაგას ვიძახი მე რომ შენ რო ელაპარაკები იმას და გეუბნება რომ ტრამვირებული ვარ ხო? იმ ერთი კვირის მერე რომ ის კაცი სამთამაშს ითამაშებს. ვინ უნდა დასაჯოს? არა, ამას ჩვენ ვინ უნდა მიიღოს? ამას ჩვენ ხო ვამბობთ ძალიან ხო უნდა უთხრა იმასო შეშვიდო. ვერ გავიგე აქ ნაკრებში არ ჩამოვიდა. ეს მე უნდა დაურეკო. ჩვენ ამას ვამბობთ, ჩვენ დაურეკავთ მაგრამ. გუნდის ხელმძღვანელია ის სანდრო არის მის ხო და აგერ ჩამოვიდა ხო არსებობენ ადამიანები რომლებიც ჟურნალისტებზე წინდიან გასაგებია მაშინ ისიც ვილაპარაკოთ არა მომიცია რა ჟურნალისტის ფუნქცია რა ან მხარი არა ჟურნალისტის ფუნქცია ჟურნალისტის ფუნქცია რა არის საქართველოს ნაკრები რო ჩადის ესპანეთში სათამაშოდ იქ ერთი ჟურნალისტი არ უნდა იყოს არა მაგას მოიცა შენ გაიგადო შენ მომისმენე თქვენ მომისმენე ეცუდო შენ აქედან ხომ ნორმალური მე როგორც მესმის როგორც კომენტატორი აქედან თბილისიდან კი უნდა მიიყავდეს თამაში იქ უნდა იყო შენ თქვენ ელემენტარულ რაღაცის გაკეთება არა რაც ყველაზე ადვილია თქვენ გაიგατε რაც ყველაზე ადვილია რა ჩადი არა მოიცა ვინმეს გონია რომ არ მინდა წასვლა ესპანეთში არა კი მარა მაგას ვიძახი როცა თვითონ ქვეყანაში ეგეთი სიტუაცია როდესაც აქედან დავიწყო სოფლიო ჩემპიონს და ევროპის ჩემპიონს ვეთამაშები გასაგებია ეს ჩვენი ბრალი არა იმის საშუალება არ აქვს რომ ჟურნალისტი გავაგზავნოთ ამ თემაზე. გააგზავნოთ კი რა ფედერაციაში ყველას გვიმუშავია და ჩვენ მიყვავდა ეს ჟურნალისტები. აღარ მიყავს ფედერაციას ეგ ჟურნალისტები. აღარ მიყავს ფედერაციას. მე ვიყავი ფედერაციის პრესამსახური და დამყავდა ჟურნალისტები. რას იქიდან ფედერაციის თანამშრომლები ნუ ჩაერევით ან მოდით აქ იყავით რა. ძალიან ხო ხელებს ნუ გიშლით იქიდან რა. არა მე აქ იყვანი ვარ როდისმე თუ რას მომისმინე მე არა მე ვიცი და მოდი დაჯექი ჩვენთან არა მე ვიცი ისიც რომ არა დამეწყეს აქ ხელებიში არა მაიცა რა თემურს ველაპარაკები და აქ ჩერდება აქედან არა მომისმინე გასაგებია მაგრამ ის დროც იყო აი ის დროც იყო რომ თქვენ რო თქვით რომ აი როცა ხო დიდი იმის შვილმა რო ჩაიბარა ხო ხალხი ჟურნალისტები კი არა ხალხო ერთი თვითუნავით მიფრინავდა გუნდი და მეორე თვითუნავით მიფრინავდა რა ქვია იმას მთელი რა ჟურნალისტები რა ქვია იმას არა ხო ნუ დასმოძრაობა მთელი ოჯახი წევრები მთელი ისინი მთელი საყვარლები არ მუსიკანტები არ გაფთობი არ ყოველ შემთხვევაში ის ლაპარაკი რომ ჟურნალისტი უნდა წავიდეს თავისი ხარჯით იქ აეროპორტში დაიძინოს და მე გამოფრინდეს ეგრე არ არის მე სხვა რაღაცას გეუბნებიდო არა მომისმინე მე სხვა რაღაცაზე გეუბნები არა ხო უბრალოდ თქვენ არა მე თქვენ იმას არა ზუსტად იმას გასაგებია მაგრამ არა გასაგებესმის მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვი სუპერთასი იყო პარასკევს GMG მაჩვენა პირველმა არხმა აჩვენა რუსთავ მიორმა აჩვენა ერთი თამაში ეგეთი რაღაცა მსოფლიო არც ერთ ქვეყანაში არ მინახია მე რამდენი ქვეყანა გვაქვს მოვლილი ერთი თამაში აჩვენა სამმა არხმა და თბილისის დინამომ ითამაშა ხუთშაბათს და ერთმა არ აჩვენა თო ლონდონში ტოტენჰემის თამაში აი რა მაიცა რა თუ ლაპარაკია მაშინ ყველაფერი თქვა და იმას კი არ ვიძახიდო თქვენ ჟურნალისტებს არ გინდათ რომ წასვლათ ის ხალხი ვიზით თქვენ მუშაობთ ხო ისინი არაფერს არ აკეთებენ რომ თქვენ მოგცენ გიყიდონ ბილეთი სასტუმრო გაგამგზავრონ იქ და იქ იმას აქვია იმას ჩაატაროთ ნორმალური ეს თქვენ იმით ხო საქციელით რო არ ჩამოვიდა ქვეყნის იმეჯი დააზარალეთ როგორც ქვეყანა ხო ეგრე არ არისო ნუ კაი გასაგებია ხა მე თუ სამი გოლი გაიტანე არა მაგალითს გეტყვი უკაცრავად მოდი ბოსნია გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეს ქვეყანა არის 3 მილიონი ნახევარი ბოსნია არის დაბომბილი დაქცეული და დანგრეული დღემდე იმ ბოსნიაში ფეხბურთელები ერთმანეთს ხმას არ წერდნენ იმიტომ რომ ზოგი ხორვატი იყო ზოგი სერბი იყო და ზოგი ბოსნიელი აი ეს ბოსნია რიხინით გავიდა პირველი ადგილიდან მსოფლიო ჩემპიონატის იმაში არ ჩვენზე უკეთესი სტადიონებია არ ჩვენზე მეტი ფული არა ისიც თქვით კი შეგაიგაცო მოიცა ფეხბურთელებით ამ სასამართლოში იმათ დავამთავრო გადავდივართ რა სხვაზე და რაზეც ვერ მოვასწრებთ უბრალოდ და დარჩენილი თავარი კითხვა მინდა ერთი მიცე და მე არა მოგახმას კი ბატონო 4 წელია თემურ ნაკრებში ხარ 2 ესარჩევი რეკორდი დაამყარე ქართველ წელებში
ნაკრებში მუშაობის დღესდღეობით გეგზელიყავით ცხოვრებაში გაგიმარჯოს. თემურ ხეძმაია ფეხბურთელი ძალიან მიყვარდა, ალალი იყოს ყველა სტაჟი აჩვენის დამეკრია, მაგრამ ეხა მაგ პიროვნებასაც და იცი ჩემი დამოკიდებულება შედამი და არა ვარ ჩვენ ერთმანეთს უცხო. პირდაპირ გაჭრილად მინდა გითხოთ, ლოგიკას მივხვდეთ რა, მარტო საფეხბურთო და ყველანაირ ლოგიკას. 4 წლის განმავლობაში თუ ავათარი, ავადმყოფი, ის არ უნდა უმხურნალო და მორჩეს ან გაუჯობესება და ეთქოს, არ უნდა დაასაფლაო და ექიმი უნდა წავიდეს, ან ექიმი უნდა გამოიცვალოს. აი შენ რას ფიქრობ? 4 წლის თავზე შენ და ნაკრების გზა რაჯობია 20-25 წელი ცვლილი უნდა იყო. ცვლილი რომელსაც დიდი წარმატებები ჰქონდა, გაიყვანე ასეთი დაანარტოსი გაიყვანე ჩემპიონთა ლიგაში. 25 წელი 20 უნდა იმუშაო კიდე, ხო? რაჯობია შენთვის პირველად შენი კარიერისთვის. ქართული ნაკრებისთვის, სადაც არაძობს გასვლა ჯობსო ქართულია. ხო არ ჯობია რომ დასილდეთ ერთმანეთ შენ და ნაკრები. შენი საკარიერა გააგრძელოს, მაგრამ ამ ნაკრებში არა, გეკითხები. ძალიან ძელი საიდან მოდის ეს? ეგ თქვენგან მოდის თუ ნუ ეგ საერთოდ იმ ისრე ვინ არის როცა ყველა ამბობს ხოლმე. აი მეც ვეკითხები რა. ისრე ვინ არის როდესაც ვაბრალ. რა გაკეთაო, ხო? არა, რა გაკეთაო? ოლიმპიაკოში ხო იყავი ცოტა ხანი. შენ და ოლიმპიაკოს ხო დაცილდით. შენ იმის მერე იშოვის სამსახური გადასარევი, ოლიმპიაკოსმა გააგზავნა თავისდენა, იქნებ შენ უკეთეს კლუბში მიდიხარ სამუშაოდ. არა. დავამტკიცე გასაგებია. აქ სამუშაოზე არ არის, გაიხარბო. აქ სამუშაოზე კი არ არის. რო წავედი იქიდან, ხო? პირ მეორე დღეს ო დამირეგეს, მეორე დღეს უკვე აქ ვიყავ. არც ფულზე იყო ლაპარაკი, არც არაფერზე არ იყო. იმიტომ რომ ცხოვრებაში ადამიანს, ხო? ძალიან ბევრჯერ არ გექნება იმის საშუალება, რომ შენ ქვეყანას ემსახურო. ამიტომ ვარ აქ. ხო და რა გავაკეთე, იცი რა გავაკეთე? ჩავიბარე დამარხული 10 მეტრში საქართველოს ნაკრები. არა, დამარხული მე-6 ადგილზე ჩავიბარე, ეხლა არის მე-4 ადგილზე რა. მე-14-ია დამარხული. მე-4 ადგილზე არის. იქნებ ვინმე მოვიდეს ვინც ამოთხარ. მოისმინა და რომ მეუნები რომ ისაო, ხო, ბოზნიის ნაკრებს ვლაპარაკობ. ჩამოგითვალო ბოზნიის ნაკრებში რა დონის ფეხბურთელები თამაშობენ? ვიცით. ვიცით. მე შემიძლია გაგეჯიბრო, მე თვითონ ჩამოთვალო შენზე. ვახო. ვინა? გაგეჯიბრო შემიძლია შენ მე ჩამოთვალო, მაგაზე კი არა. მე შენ გეკითხები. არა, იცი რა არის? ისაბი და გაჩერდა. ერთი წამი კი არა, მეც დავსვამ. ვიცი ეს საიდან ვიცი საიდან მოდის? მეც დავსვამ. არა, ნუ გასაგებია მაგის რა. ხო შეიძლება. მე არ მაინტერესებს, ვიცი რა არის? არა. 4 წელი გავიდა. კი. აი ამ შედეგებით. ხო. გავიგეთ კითხვა და ყოფილ აქავარ კიდე 2 წელი წალი. დიახ, ფედერაცია გვათხოვებდა არ ვაპირებას და მუშაობის გაგრძელებას. აგერ არის ცოცხალი ადამიანი და ვემსახურო ჩემ ქვეყანას, მე რომ ვემსახურე ნეტა მართლა მაგრამ ეს საიდან მოდის? ვინ არიან ეს ადამიანები? არა, გასაგებია, იმიტომ რომ ლაპარაკი ადამიანები. არა, საიდან უბრალოდ მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ჩვენ ყველა გულშემატკივრებს გვაინტერესებს ვინ არიან, რომ იმადგან მოდის ეს ლაპარაკი. ეს ლაპარაკი ვინ? საიდან მოდის? იცი რა არის? ხალხი რომ მოდის და გეუნება, იცი რა არის? რომ მოდიან და გეუნებიან. მე უნდა წავიდე, არა, მე უნდა წავიდე, გაიგე? მე უნდა წავიდე ქართული ფეხბურთიდან. ეხლა პროსტა არ მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ მართლა დიდ პატივს ამ კაცს რა. ქართული ფეხბურთი. არა, ამ კაცს მართლა დიდ პატივს რა. არა, არ მინდა თქვა, გაიგე? არ მინდა რომ თქვა. საიდან მოდის? იმიტომ რომ მეც მივიდე ჩემთავზე ლევანი მიიღო. ვისგან მოდის? სამინისტროდან მოდის, მეტი კი არაფერი. სამინისტროდან მოდის. არ ვიცი, აი კარგია რომ ვიფასუხე. მე ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ არის. ეს მესმის უკვე მე რა ქვია მე 1 წელიწადია. გაიგე? არა, ნუ არა, ჩემთვის არავის არ უთქვამს რომ ეს ქვირო კეთბაია მე კი არ ამწვენიადო, მე თქვენ იმას გეუნებით. თქვენ არ აგწვენიათ, რომ თქვენ არ აგწვენიათ, არაფერს არაფასებს. ესა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ნუ გადავაქცევთ რაღაცა იმას, რა ორი კაცის საუბრად რა ამბობს რა. არა, მაიცა, მაგრამ მეუნებით რომ რა გაგაკეთა და გეუნებით. ყავდათ, მაყოფილი. არა, მე მინდა სოფლიო ჩემპიონობა, მე ევროპის ჩემპიონობა მინდა. მაყოფილობაზე არ არის აქ თო ლაპარაკი. მე მინდა რომ სოფლიო და ევროპის ჩემპიონი გავხდე. ამაზე არ არის. მე აქ ჩამომიყვანა ხალხმა. მენდო საქართველოს ნაკრები. და მე რაღაცა რომ თქვი, ხო? ეს ამ ჩემი მხრიდან რომ წავიდე, თუ მეტყვიან წადიო, ხო? წავალ, არ არის პრობლემა. ჩემი მხრიდან წასვლა. არის იმ ხალხის, იმ ნაკრების გალატი, რომელიც ვახო და ერთი თამაში წაგების მერე გადადგეს ხალხს ჩილოზე და ყიფია. ხო, მე ისედაც არის ისედაც არის უმიკროფონო. თუ არ დაგავიწყე. ხო. ვახო. დასვიკითხე ის საგამ მშვიდობისა ბატონ თემურ. პირველ რიგში მოგესალმებით ძალიან მომხერე ვარ ესეთი კომუნიკაციის
ერთ რაღაცაში დაგეთანხმებით, რომ აუცილებელია გულახდილად საუბარი და მე მივესალმები და მივესალმებოდი, რომ თავის დროზევე გახმაურებულიყო ეს ფაქტები და თუ შეიქმნება რაიმე მექანიზმი იგივე ფეხბურთელების გადამოწმების, ცოტა უხერხულია და მე მგონი ცოტა არასერიოზულიც, როცა დასულ ადამიანს ნაკრებში იძახებენ და რაღაც სიტყვება. ნუ მოკლედ ეს სხვა თემა, აქ საუბარი იყო ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რეალურად ქართულ ფეხბურთის პრობლემები აქვს საკლუბო ჩემპიონატი ჩემი აზრით სამოყვარულო დონეზეა დღეს, მაგრამ ჩვენ გვყავს ნაკრები, უნდა გვყავდეს ნაკრები და უნდა ვიარსებოთ და რაღაც შედეგი უნდა გქონდეს. დღევანდელი გადმოსახედიდან გაიარა 2 ციკლი, ჩაიარა უკვე 2 ციკლმა, იმუშავეთ გუნდთან ერთად რაღაცა კარგიც იყო, ხორვატიასთან თამაში კარგი იყო, ყველა ბედნიერები. კიდევ გამახსენე რა, 20 წელიწადი ორი რაღაცა ქონდა ისა რა, 20 წლის განმავლობაში არა, მე გევდი, იმიტომ რომ მაშინ რო ადარებს ჩვენი პლეადის ნაკრებს 2 წელი 2 თამაში იყო აი ესეთი რომ სიამაყით ვიძახოდით ერთი იყო იტალიასთან 0-0 იტალიასთან 0-0 და იმასთან რა ქვია იმას ბულგარეთთან მოგებადა ჩვენ ეს 4 წელიწად გავაკეთეთ და საფრანგეთთან ფრევი თამაშეთ ძალიან კარგი ეს ძალიან კარგია დანარჩენი ჩემი სუბიექტური დანარჩენი ძალიან ბევრი არ მომეწონა დღეს თქვენ აგრძელებთ მუშაობას თუ გაქვთ უკვე წარმოსახული როგორ უნდა იმუშაოთ რა კონტინგენტთან უნდა იმუშაოთ რომელ ფეხბურთელებთან შეიძლება მუშაობა რომელი ფეხბურთელები არ მოგატყუებენ რომ ტრამვა აქვს და ჩამოვლენ და მთელი გული და სულით ითამაშებენ აი თქვენი სამოქმედო გეგმა როგორია მომავალში გასაგებია ახლა მე გითხები რომ იმას რაც რა მოხდება მომავალში ახლა რა მოხდება მომავალში ძალიან ძნელია მე რომ იმას ახლა მაგრამ კონტინგენტი არის ჩვენ მივეცით ახალგაზრდა ფეხბურთელებს იმის საშუალება მოვიდნენ და ითამაშონ გაიგე რომ ვისაც ერთ-ერთი რაღაცა ხო რაც მე მგონი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ფეხბურთელისთვის ვინც საქართველოში არის ხო ამ 20 წელიწადში ხო ვერავინ ვერ იტყვის რომ შანსი არ მიეცა იმის რომ ნაკრებში ითამაშოს რა და მაშინ თქვენ გეკითხებით მე რო წავალ ეშველება საქართველოს ნაკრებს აი გეკითხებით რა აი ეშველება გავა არა მომისმინე გეკითხებით გავა ევროპის იმაზე გაიგე აზრი აქვს მაშინ მე იქნება ნაკრები დათო დასვი და მე უპასუხებს გია რა დათო დასვი კითხვა მოგესალმებით მე მაინტერესებს ანუ სექტემბრის თვეში ნაკრებმა 4-იან ინტერვალში ჩაატარა 2 თამაში საფრანგეთთან სოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან და შემდეგ ფინეთთან და იქნება ისეთი შთაბეჭდილება რომ ჩვენ ეროვნულ გუნდს უჭირს პირველ ნომრად თამაში ანუ უფრო უკეთ გამოსდის თამაში როდესაც მისთვის არის ფრედს მისაღების შედეგი და რის გამო ხდება ეს თუნდაც ფინეთთან თამაში იყო საკუთარ მოედანზე და 90 წუთის განმავლობაში ანუ ჩვენმა გუნდმა ინიციატივა ხელში ვერ ჩააგდო და პირველ ნომრად ვერ ითამაშა და რატომ მოხდა ეს თქვენი აზრით? რატომ მოხდა? ნუ ახლა ზუსტად იმას დაუბრუნდები. აი დღევანდელი ამ ახალგაზრდული ნაკრების თამაშიდან რა. მაშინაც ეგ თქვი და ზოგიერთებმა ისე ჩათვალეს რომ თითქოს და აქ გადაბრალება მიდის ტრენერ-მწვრთნელიდან იმაზე რა ქვია იმას ფეხბურთელებზე რომ თითქოს და ფეხბურთელები არა. აქ გადაბრალებაზე არ არის. ეს არის ლოგიკიდან გამომდინარე. ნუ ხა თქვენ შეიძლება იმდენად ჩაწვდომილი არ ახართ. შეიძლება ჩვენ ფეხბურთზე ვლაპარაკოთ, მაგრამ ჩაწვდომილები არ ახართ იმდენად იმ ფეხბურთში, რომ ეს ყველაფერი გაანალიზოთ. მე როგორც მწვრთნელი, რომელსაც უკვე 30 წელიწადია ფეხბურთში ვარ, როგორც ფეხბურთელი, როგორც მწვრთნელი, ხო? ვიცი რომ ძალიან ძნელია, როცა გუნდში ყავს ნახევარზე მეტი ფეხბურთელი უთამაშებელი. იქ გამოდიხარ პირველ თამაშზე, დებ ყველაფერს, გაიგე? და უკვე მეორე თამაში აღარ ყოფნის. აი ზუსტად ეგ მომენტი იყო. დღევანდელი თამაში, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშა. უთამაშებელი ფეხბურთელები, ნუ მომზადებელი ფეხბურთელები. პირველი თამაში ის შოტლანდიაში ვიყავ, იქიდან ერთად ჩამოვედით ჩვენ. იქ რო გენახათ, სასიამოვნო იყო. ნუ იქ ფრედამ დამთავრდა თამაში, რომელიც უნდა მოეგო საქართველოს ნაკრებს. დღეს უკვე ის არ იყო ის ნაკრები, რაც მე იქ ვნახე. და ამ გუნდს ხო იქ უფრო უკეთესად თამაშესო მე არ მინახია ის თამაში რა ქვია იმას ჩვენ თამაში ხონდა მაშინ რა ქვია სლოვაკეთში უფრო მეტი მომენტი გაუკეთეს თუ რაღაცა ხო მაგრამ დღესაც შეიძლება და იქ მოხვედრილიყო ისე რომ რა ქვია იმას თამაში მოგვიგო ჩვენ იქ ერთი მომენტი იყო პენალი იყო თუ არ იყო პენალის ყოფილიყო და ფეხბურთელი გაეგდო მაგრამ ამით იმ პრობლემები ხوار არ უნდა გადაგვეფარა ის პრობლემები მართლა რა პრობლემები არის და ზუსტად მაგას გეუბნები არ არის ის რესურსი, რომ გამოხვიდე და მეორე თამაში. მეორე თამაშზე თქვენ შემადგენლობა არ შეცვალეთ პრაქტიკულად.
როგორ უნდა შემეცვალა საფრანგეთთან პრევითან ხო არა რესურსი არის რა რიზონით უნდა არა გასაგები ეს მესმის ხო ეს ფსიქოლოგიური პრინციპი ესეთია რომ გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან და გასაგებია კი მაგრამ გასაგებია ჩვენ ვინმეს უშლით წინ წავიდე ჩვენ ვინმეს რატო იქ თავდასხმაში ვინ თამაშობდა არ ყავდა ჩვენ შემტევი ფეხბურთელები ვინმე დაუშალა ვიღაცას რომ შეუტიოს ვინმე დაუშალა ვიღაცას რომ წავიდეს ითამაშოს მე კი ზუსტად მაგას გეუბნებით რა რომ მითხარით შემტევი ფეხბურთელიო ხალხო შემტევ ფეხბურთს გითხარით ერთხელ სუპერმარკეტში ვერ იყიდი ნუ არ იყიდება ეს შემტევი ფეხბურთი ხალხი 100 მილიონს ზიხდის ფეხბურთელი რო იყიდოს და კაი უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს თქვენ კაი შოტლანდიაში ვიყავით ხო იცი იქ მოგვიწია რა ამ იმებთან რა ქვია ნუ ფედერაციის ხალხი და რაღაცა და მაგათი ტრენერი გორდონ სტრახანი რა როგორც ფეხბურთელი როგორც ნათამაშები და წელი იყო ძალიან დიდ გუნდებში და Our coach did fantastic job რა. ჩვენმა ტრენერმა გააკეთა არნახული მუშაობა გაწიავა რა. მოთხარ მეთქი რამე ხო არ მეშნევა გახვედი? არა კაცო მე-4 ადგილი ავიღეთ რა. მეთქი თუ მე-4 ადგილი ავიღე საქართველოში და არ ვიცი ხლა შემიშვებენ თუ არა ქვეყანაში მეთქი რა. გაიგე? არ ვიცი შემიშვებენ თუ არ შემიშვებენ და ვიძახი. შოტლანდიის ნაკრები სადაც 50 ფეხბურთელი ყავს პრემიერ ლიგა და ჩემპიონშიპ თამაშობს ინგლისში. პრემიერ ლიგა აქ გადასარევი ნუ ეხლა როგორც ტექნიკურად ვერ იტყვირო ისა მაგრამ ფიზიკურად ყველა შემთხვევაში ფიზიკურად მაინც მოემზადები რა მზად იქნები გაიგე ისეთი ჩემპიონატი ყავს გუნდი რომელიც ჩემპიონთა ლიგას თამაშობს და გავიდა მე-4-ზე და ამას დიძახიან ფანტასტიკური ჯობიო და თქვენ ეს კაცი მეუნება რომ რატო არ მიდიხარ ნაკრებშიო მომისინე და მეორე ამათან იყო კიდო უელსის ნაკრები გაიგე რომელიც გავიდა მე-5-ზე და უელსის ნაკრები შეკაიგაცო ერთი წლის უკან ნახევარი რაღაც 5 თვის უკან გაკიდეს ბელი 100 მილიონი 100 მილიონი ეს იცი რამდენი ფულია საქართველოში 100 მილიონი არის ეს მთელი საქართველოს ჩემპიონატის ბიუჯეტი რაღაც ერთი 20 წელიწადი მე მგონი ხო კაი ილია დასვი ხო იქნება თქვენ კაი ხალხო ჩვენ იცი რა არის რომ იმას კი არ გავუკეთოთ ფოკუსი რა ქვია იმას რა ქვია ქვეჯგუფს ჩვენ მეუბნებით რომ ის ძირიდან ვილაპარაკოთო სად არის პრობლემა თქვენ გინდათ რომ სახლი ააშენოთ 10 სართულიანი და დაიწყოთ პენჰაუსის აშენებით არა ნუ ქვევით მე რო ფეხბურთელი მოვიყვანო ამ ნაკრებში ხო და მეუბნებით რომ რატო არ გავიტანეთო არა მოიცა არა მომისმენ რა ეთყობა მე-4 ადგილზე გავიდა მე-6-ზე ჩავიბარე აი ეს არის შედეგი და მე არ მაინტერესებს იქ 1 ქულით გახვალ მე-4-ზე თუ 10 ქულით ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ შეგვეძლო იცი რა ჩვენთანაც ყოფილიყო 6 გუნდი შეიძლება ქონოდეთ 11 ქულა რა ხო და მე მომისმინე რომ მეუბნებით აქ რა ქვია იმას ტოპმენერი და რა ქვია იმას კუპერი ხო ეს იყო იცი როდის იყო 10 წლის უკან აი მოდი რა ეს არის ერთი და იგივე რასაც ვაპარაკობდა ალბათ იმაში დამხვიდეთ 10 წლის და 8 წლის სიტუაცია იყო ხო ქართულ ფეხბურთში რა მოგესალმებით ილია ნანობაშვილი მსოფლიოს პრესში აქ ისეთი საუბარი წავიდა ბოდიშით რა ვიცი პანაშვიძე მგონია თავი და საერთოდ რამე საშველი გვაქვს არის რამე საშველი რომ მომავალში შესარჩევში ნუ მომავალი შესარჩევიც დამთავრდება და იგივე სიტუაცია უნდა იყოს ნუ მე-4-ზე გავალთ და კმაყოფილი ვიქნებით თუ როგორ არის აი სიტუაცია გამა აი ხალხო თუ იცი რა არის რომ ძალიან ისეთ კითხვებს ვამთ იცი რა არის რომ იცი რაღაც თითქოს და ისეთი შაბეჭდილება მშება რომ ვაფშე ფეხბურთის გაგებაში არ ახლა ხო რაღაცა ცოტა ხო იმას რაღაცა ყველაფერს ხო უნდა გაუწიოთ ანგარიში თქვენ კაი ხალხო მომისმინეთ რა აი თქვენ გეკითხებით აი მითხარით რა შესაძლებლობა აქვს ეხლა საქართველოს ნაკრებს არა კი ბატონო გავიგე რომ არაფერი არ აქვს აი გისმენთ რა გავიგე რომ არაფერი არ აქვს გავაგებოთ რა გავიგე რომ არაფერი არ აქვს მაგრამ მაშინ რა აზრია არა მომისმინე იმიტომ რომ არა დამამთავრებინე არა იმიტომ რომ ჩემი სანახავად მოხვედით აქტორე თქვენ მთელი დღეები გისმენთ არ მოხვედი ჩვენ შეკითხების მოსმენად ხო და უპასუხო იმ კაცს ხო მე არა მაქვს პრეტენზია რომ თქვენაირად ვიცოდე ფეხბურთი რა არა რატო უნდა ვიცოდე ხებურო მომხდე იცოდე უნდა რაღაცას გეტყვი რა ბიჭო რაღაც ხო უნდა ყველაფერს ხო ანგარიში ხო უნდა გაუწიო არა მე ვამბობ რომ მე-4 ადგილი ამ ჯგუფში ეს კონფერენციაზე ყოფილა რა ეს დამждარვა მისაუბრია კაპელოსთან ლიპისთან ფერგიუსონთან გვარდიოლასთან უამრავ აი ესეთი დამოკიდებულება როგორც შეგაქვს ჟურნალისტებთან არავისგან არ ნახია 10 თორე დამოკიდებულება აი როგორც შენ ხა პრესინგს გვიგეთებ ჩვენ 10 მსოფლიო ჩემპიონატის იმაზე ყოფილა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ყოფილა მისაუბრა პრეს კონფერენციაზე ბევრი დავსწრებია სხვა ჩვენს მივნებაში ყველგან დავდივარ ჩემი ხარჯით ჩვენ ნაკრების თამაშებზე ჟურნალის ხარჯით დავდივარ ეცნობისთვის
უბრალოდ ერთი რაღაცა, მარტივი რაღაცა გითხრა. შენ ხო ის თემურ ხეცბაია ხარო, თამაშობდი საქართველოს ნაკრებში, რომ 7-0 მოუგო სომხეთის ნაკრებს, ხო? ეხლა მოცნებობ რომ არ შეხვდეთ იმ სომხეთის ნაკრებს. ტაჯიკეთის რატო? ისიც თქვი, რატო მოგიგებს და დაგანგრევს და იმიტომ. რატო? შენ ნაკრებს მოუგებს. რატო? მოგიგებს. არა, მომისმენთ. იმიტომ რომ სომხება გასვლაზე მოუგეს. არა, ჩვენ მოუგეთ იმ გასვლაზე მოუგეს დანიას, გასვლაზე ფრეი თამაშეს იტალიას და შენ მეორე მეოთხე ადგილზე გავედეთ რომელზე გავიდნენ? რამდენი გოლი გაიგე? შენზე არ არის მეხუთე და მეოთხეზე? 14 გოლა აიღო, შენ რამდენი გოლა აიღე? არა, იქ რო ჩვენს უნდა 6 ყოფილიყო, ავიღებდით 11. დაითვალე, ჩეხეთს მოუგო გასვლაზე. არა, გასაგებია. დანიას მოუგო გასვლაზე. რა თმინდა მე? იცი რა არის? შენ როგორ გეთამაშა შენ გუნდს ეხლა? მომისმინე, რეალ მადრიდმაც შარშან ბარსელონას მოუგო ერთხელ, მეორეჯერ იქ მოიგო და გაიგო მეორეზე, ხო? სანდრო. ბატონო თემო. არა, მომისმინე. ერთი რამე. მომისმინე, eta მოიცა. არა, პასუს. კი ბატონო. გასაგებია, რომ მეუნე სომხების ნაკრები დაგვაგრევს. სუსტად 2 წელს უკან სომხების ნაკრები ჩვენ კიბზე მოუგეთ თამაში რა. ბატონო თემო. არ მოუგეთ. კახატრიანებით და ფიტარიანებით და ყველა თამაში მოუგეთ. რომელმაც არ მოუგეთ? არა, სხვა რა რა მნიშვნელობა აქვს? მაგრამ მომისმინე. იცი რა არისო? ცდილობ. არა, მე გითხება, მაგრამ ისიც ხო უნდა გავითვალისწინოთ. იმის რა ქვია, სომხეთის ნაკრებმა გაკიდა 3 ფეხბურთელი, რომელშიც გუნდებმა გადაიხადეს 100 მილიონი. ხო? ეხა ისეთ რამებზე ლაპარაკობთ, რას ვიცით თემურ და გეთახმებით ეხა ყველა გასაგებია, მაგრამ არა, მომისმინეთ. რაზე აქ ლაპარაკი? სხვა რაღაცაზეა, აი გეტყვი. ნახვა გვინდა, ფეხბურთი გვინდა რომ ნახო. მე არ უყურებთ ფეხბურთს. უყურებთ ოღონდ აქ არის ეხლა გასაიხმა არის მოდის და აქ სანახაობრივ ფეხბურთი. აქ არის სანახაობრივ ფეხბურთზე ლაპარაკი. დამოწია 14-ზე. ერთს დათო 2 მეტრი ხო ამოვედი 2 მეტრი. ესეთი ისეა თუ შეიძლება. თემურ ეხა რაზეა საუბარი აქ ისევ და ისევ კეთილგანწყობით. ეხა აქ მიდის საუბარი რომ თურმე პრობლემა არის და გეთანხმები აი ესენი რო არ ჩამოდიან და მეც ვადევნებ მაგ სტატისტიკას და მაგ ამოწერილი 3 დღეში რომ ამხანაგურ თამაშებსაც თამაშობენ. აი შენ იყავი ის რაღაც მე ვიყავი. შენ იყავი? ესე მაგებს მეც ზუსტად მოყვები მაგაზე. მაგრამ ეხა რა ხდება? გვეუბნები რომ ფეხბურთელი არ არის, ჩემპიონატი არ ვარ და ზოგს არ უნდა ჩამოსვლა, ზოგს ესა მაცალე. ხო და რა ხდება? 2 წლის მერე, როცა შენ დარჩები აქ, კიდე 2 წელი როცა დარჩები. არ ვარგო. მომისმინეთ ეხა მეც შენ თავს გულისმო? ხო. 2 წელი რო დარჩები აქ, რა იმედი გაქვს? ან ჩემპიონატი გამოსწორდება, ან ფეხბურთელები აღიზრდებიან. იგივე შედეგი 2 წლის მერე მოხვალ და იგივეს გვეტყვი. არა, იგივეს გვეტყვი. არა, უკვე იცი რა არის? უკვე გადაწყვეტილია. მე ოპტიმისტურად იცი რა არის? თქვენ უკვე უყურებთ ნეგატიურად უყურებთ. იცი რა, 2 წლის მერე მოხვალო და ისევ ამას გეტყვიო. არაფერს არ გეტყვიო. 2 წლის მერე რაც არ უნდა მოხდეს, ხო? საბაბი გვაქვს ოპტიმიზმის. აღარ მოვალ რა. საბაბი გვაქვს ოპტიმიზმის. შანსი არ იქნება ამისი. აღარ იქნება. ნეტა მოხდეს და არა, ჩვენ ვერ დავი საბაბი გვაქვს ოპტიმიზმის, აი პირდაპირ გეკითხე. არ ვთქო და გეკითხები აბარა ზუსტად მაგის იმედის გულისხმობს და მაგის და ის რისი იმედი იცი რა არის მეუბნება კაცი რომ ხო და რამდენი რაღაც არაფერი არ არისო და ოპტიმიზმზე ვლაპარაკობ და არა მაქვს ოპტიმიზმი მაშინ რაღაც მოხვედი აქ თუ ოპტიმიზმი თუ არა გაქვს თემო რას არის გვეჩხუბები ოპტიმიზმზე მოგვიყვება რას ემყარები ვენ არა თქვით თვითონ შენი ოპტიმიზმი მაგაზე მოგვიყვებით თორე გვეჩხუბები ერთი წუთი რა დავამტკიცე კი არ გეჩხუბები და ისეთ რაღაცებს ხო უნდა გაგცეთ პასუხი ისეთ რაღაცებს ფედერაციაზე მე აუგი ნათქვამი ვერ გავიგე ფედერაციაზე არაფერი ამ ბიჭებს ჟურნალისტები ვარ ცუდები არა გაცნობ არავის არ უჩვია ყველაფერი რატო არ ამბობ ეგრე რატო არ ჩხუბობ ფედერაციაში შენ რა იცი ფინა მე თქვენ რა იცით მე რა ჩვენ და დაგიდგები არაფერი არ ვიცი ფეხბურთელი ვინ არ ჩამოვიდა არ ვიცი იქ ვით ცუდად იცი რადო არა აი გიცი რადო მე ვნახე რა იყო და რა არის ახლა და ამას ხედავ მე შეიძლება ვერ ხედავ ფეხბურთიც არ ვიცი ხედავ ძალიან ახლოს და ზუსტად იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახით ხო იმიტომ კი არა რომ ზუსტად ჩემპიონატი გაუგზავნეს და კი მაგრამ აი გია ერთი და იგივე swamp გავსვათ კითხვა იმიტომ რომ კი ერთი და იგივე swamp თქვენი ჟურნალი არის გადასარვე ჟურნალი აქ აწერია დავით ყიფიანი რა ამხელა ბუმბერაზი ადამიანი რა როგორც არა მარტო ფეხბურთელი პიროვნება ნუ დავით ყიფიანი იყო ჩემთვის ძალიან
ახლო არა მარტო როგორც ფეხბურთის ოჯახით და ყველანაირად, ხო? თქვენ კაი ხალხო, რომ მეუბნებით აქ რაღაც იმას. არ შეიძლება რა ესე ზედმიწევით და იმით რა ქვია, რა ძალიან ისე უბრალოდ რა ეს ყველაფრის. ხო რაღაც ანალიზი ხო უნდა გაგე. ეხლა მე გეთანხმებით, ხო? რაც არ უნდა თქვენ მელაპარაკოთ, ხო? მე ეხლა ჩემ თავს ვერ დავიცავ, გაიგე? იმიტომ რომ ეხლა რომ მითხარო ეხლა რომ გითხრათ ეხლა თქვენ რომ მეოთხე ადგილი უკეთესი არისო, ხო? მეოთხე ადგილი კაი არისო, ხო? მეოთხე ადგილი კი არა, პირველი გადის და მეორე პლეი-ოფს თამაშობს. ეს ყველამ ძალიან კარგად, ეს მე ძალიან კარგად ვიცი, გაიგე? მაგრამ იქიდან ისიც ხო უნდა გავითვალისწინოთ ხალხო, მე რა ნაკრები ჩავიბარე, ხო? ისიც ხო უნდა გავითვალისწინოთ, რა გზა გავიარეთ, რაღაცა პროგრესი ხო არის, მე არ ვიძახი თუ ჩვენ ნაკრები გავიყვანეთ, მაგრამ ხო არის ეს პროგრესი, თქვენ კაი ხალხო და ზუსტად თქვენი სიტყვებიდან ვიძახი მე იმას, რომ აქ ჩამოვიდა გერმანია, რომელიც იმაზე არის აწყობილი, რა ქვია, ნაკრები და თვითონ ქვეყანა დისციპლინაზე და იმაზე. ჩამოვიდა, როგორ წავიდა თქვენ ძალიან კარგად ნახეთ. ჩამოვიდა მეორე არგენტინელი, რომელიც ტექნიკაზე და უფრო კომბინაციურ ფეხბურთი რაც ნახეთ, ძალიან კარგად ნახეთ. 6-10 თამაშიდან 7 წაგება და 3 ფრე, 3 ქულა. და გავედით მე-6 ადგილზე. არა, მაგას არ ვიძახით, არ მომთხოვოთ. იმას ნუ მეუნებითო, მე იმას კი არ ვიძახი, რომ არ მომთხოვოთ. იმას კი არ მეუნებითო. არაფერი გაკეთებულაო, გაიგე? იმას ნუ მეუნებით, თქვენ გაიხარეთ. ადეკვატური შეფასება გვინდა, თემურ, რა. მართლა ვიძახი. არა, მე აზახთან, კარგად ვითამაშე და წავაგე, ადეკვატური შეფასება არ არის რა. ეხლა რომ გამიყვანოს ვინმე და კედელთან რომ იმაყენოს, მაინც არ ვიტყვი, რომ ადეკვატური შეფასება არის, რომ ყაზახეთის ნაკრებთან კარგად ვითამაშე და წავაგე. კარგად ვითამაშე და წავაგე, შეიძლება იტალიასთან ისიც მიუღებელია. მე არ მithქვია რომ კარგად მან ლაპარაკი იყო რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშო. არა, კარგად ვითამაშეთ კი არ მithქვი. არა. მე ლოკომოტივის სტადიონზე ვიჯექით ჩვენ. და თქვენ მითხარით მე დამიდასტურეთ რომ კარგად ვითამაშე ყაზახეთში. პასუხი ხო უნდა გაგცადოთ. ეგ არის რა. იმასთან შედარებით, რა ჩვენ თამაშები ქონდა ნათამაშები, იმასთან შედარებით ჩვენ კარგად ვითამაშეთ ყაზახეთთან, ხო? იმიტომ რომ აქ ლაპარაკი იყო რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, ხო? და ისიც თქვი მეთქი რომ ზოგიერთი ფეხბურთელი რომელიც ჩვენთან ნაკრებში არის მაგანაც გამოთქვა რომ აიცი რა არის აი ჩვენო ყაზახეთი იქნება თუ ვინც იქნება ხო მეორე იმიდან თამაშობ გამოვიდით ყაზახეთთან 5 შემტევი ფეხბურთელი დავაყენეთ მეორე ტაიმში დამცველის აღარ დავტოვეთ 10-ის რამდენი მომენტი ქონდა გოლი ვერ ხო ქონდა მომენტები ნაკლებ კარში დარტყმებს მომენტები არა მომენტები ხო აი ბოლო მომენტი სადაც მოსატყუებელია უკვე გასული ხარ და ამ შემტევი ფეხბურთი კი არ ვითამაშით ბურთს ფლობდით ეს ცოტა სხვადასხვაა იმიტომ რომ მომენტი შემტევი ფეხბურთით იქნება შემტევი ბურთს ფლობდით ეხლა ხო ბურთს ფლობდით მოედნის ცენტრში მაგრამ არც ერთი მე ძალიან კარგად მახსოვს მეორე ტაიმში ვიდუმეთ შეტევა იქ არის ზუსტად მაგას ვიძახი ხა იგე ეს იმას ნიშნავს რომ გაიგე ჩვენ არა გვაქვს არ შევკვდეს ეხლა და ყაზახეთზე რო იძახი ხო მაგრამ იქ რაოდენობა იყო თავდასხმელებზე რაოდენობა იყო ორივე ფრთაზე თავდასხმელი იდგა წინ თავდასხმელი იდგა უკან 4 თავდასხმელი იყო ბოლოს მოედანზე ხო და მაგას ვიძახი მე 4 თავდასხმელი ყველა ის რესურსი ნახევარ დაცვაში ყველა ის რესურსი ყველა ის ძალა რომელსაც შეეძლო შეეწია მინდორზე შეასრულეს ის დავალება რაც მიეცა უკაცრავად შეიძლება ნუ შეასრულეს და ვერ შეასრულეს და გოლი ვერ გავიტანე თუ დანარჩენი ყველაფერი გოლი ვერ გავიტანე არა ფაქტობრივად მომენტის ვერ შეხვდა კი ესე იგი თემურს როგორც ვამჩნევ განიცდის თემური იმას რომ გონია მთელი ქართული ფეხბურთის უბედურებას მას ვაბრალებ რა თქმა უნდა არა თემურ კეცბაია რო წავა ნაკრებიდან ადრე თუ გვია კაია რომ მოკლედასვარა გავიდა საათნახევარი თქვა ეხლა თუ 2 წლის თუ 4 წლის თოდ დამაცადო რა თქმა უნდა თემურ კეცბაიაზე არ არის დამოკიდებული ქართული ფეხბურთის უბედურება მაგრამ გადის 2 ციკლი ლატვიასთან წავაგეთ, როცა ძალიან გჭირდებოდა, პრინციპული 0-1 შეტევა ვერ ვაჩვენეთ. არა შეტევა არა. ბარა, ბოდი. 4-3-ჯერ გავარდგეთ ძელს, მომენტზე ქონდა გოლი ვერ გავიტანეთ. ეხლა მართლა გეუნებით ლატვიასთან თამაში მე თუ მკითხავთ, შეიძლება ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყოს. ხო, ბაცადო და კარგად ვიკვლევ ფიქრობ. ეხლა მოვიდა ფინეთთან თამაში, ანალოგიური პრინციპული თამაში გუნდმა ვერ მოიგო. ის რაც თქვენ დაალაგეთ ნაკრებში მაგიცხადია დაცვა მაგრამ შეტევის ფაზა ვერ ხერხდება ორი ციკლი არის სავსებით საკმარისი ამისთვის რო ვამბობ იცი რა არის გარკვეულწილად ნერვიულობ რომ არ გეწყინოს ფეხბურთელს რომელიც მართლა უყურს თელ საქართველოს მაგრამ წორთნელად მომკალი და აი ხედავ ბევრ მინუსს არ მინდა გული გატკენო მაგრამ რო არ თქვა ეს არ შეიძლება თქვი კაცო გისმენდო მაინც ერთი თქვი ეს
არის უმინისტრო ტრენერი ახლა არასდროს მე კი არა შეგაიგა ხო იმებს იმაშობია კრიტიკას იმას უგებია თემურ რა არა მე არ ვიღებ მე გეუნები თქვენ რომ რაღაცა მაგრამ ნაკრები არის საკმაოდ სუსტი შემტევ ფაზაში არ ვამბობ ესპანეთთან შეტევში ითამაშებ მაგას ვინ გეტყვის იტალიას დაუმალა ბურთი შტერები ხო არ ვართ ვუყურებთ მაგრამ ელემენტარულად დავიღოთ ფეხბურთელები არ ყავსო არა მაიცა ფეხბურთელები არ ყავს ერთი წუთი მე გეუნებით რომ ის ფეხბურთელები ნაკრებში დღეს გადიან ხო 19 წლამდელთა ნაკრებში თემურ ჰოლანდიის გუნდი ავიღოთ უელსის გუნდი ავიღოთ აიაქსი ფეენორდი ეთხოვენის ფეხბურთელები იქ უელსში იყო იფსვიჩის და მანჩესტერის მეკარე ვულვერჰემპტონის ფეხბურთელები ჩელსის ფეხბურთელები ჩვენ და საბურთალო თბილისის დინამო გორის როგორ ახერხებს ვასილ მაისურაძე აი აქაური პროდუქტით იმ საჭმელის იმ გუნდის გაკეთებას რომ გვახარებს კი არა მართლა ფეხბურთი ითამაშა გასაგებია სხვა დონეა მაგრამ იცი რა არის ზუსტად მაგაზე მქონდა მე ლაპარაკი მე ამ ბავშვებს მე მიეცით მაგრამ რომ გაიზარდო რა ზუსტად მაგაზე მქონდა ლაპარაკი რომ იმ გუნდებში მიეცით იმის საშუალება ამ საქართველოს პირველობას კლუბებმა მე მივცე გამაგებინეთ ეხლა მეტყვით მაინც ფედერაციაო ხო ამას მე ფედერაციაო გადასაწყვეტია არა კი ამაში ვერ და ეს კლუბების გადასაწყვეტი ხო ელემენტი შეიძლება ეხლა იცი რა არისო ზვიად სიჭინევა უნდა უთხრას თბილისის დინამოს არა დინამოს ყავს ჩეკი მწვრთნელი რომელსაც უნდა შედეგი იმას რომ ფეხბურთი ათამაშოს ახალგაზრდა ფეხბურთელი ხო მაგრამ იმას გიპასუხე მე ხომ უნდა უპასუხე იმ კაცს რა არის იქით-აქით გადავდივარ და ბოლოს მაგიტო ვიძახ მე კი გასაგებია იცი რა არის ძალიან დიდი განსხვავება არის რა ბავშვებსა და დიდებს შორის რა ეხლა თუ მართლა მაგაზე მქონდა ლაპარაკი ეხლა თუ მართლა იმას ვერ ხვდებით იმ 17 წლიანებში და 19 წლიანებში ბავშვების ფეხბურთის თამაში და უკვე იმ დონეზე ხო ეხლა იქ ყველა ერთ დონეზე არის რა დიდი განსხვავება არ არის გაიგე და ჩვენი ფეხბურთელი ჩვენი ქვეყანა არის ნიჭით სავსე ამ ბავშვების და ამ მაგრამ იმას არ იძახით რაც ყველაზე დიდი ავადმყოფობაა ჩვენ ფეხბურთში ხასიათი ფიზიკური მომზადება და წონა ეს რაც ყველაზე ადვილი არის დღეს ფეხბურთში რომ ეს ყველაფერი იმას არის რამდენი ფეხბურთელი თქვენ ძალიან გაგეძი რამდენი ფეხბურთელია რომელიც თავის ხასიათის გულისთვის გუნდებში არ თამაშობენ რა ეხლა თქვენ ეხლა იცი რა არისო აქ იმაზე არ არის ლაპარაკი ხალხო რომ ჩვენ ფეხბურთელები არ აყვანს არა ვარ დღეს აი იმისთვის მზად რასაც ეხლა ვითხოვთ გაიგე ზუსტად ამიტომ გავაკეთე ჩვენის პროგრამა ხო აი დღეს ველაპარაკებოდი იმას და იმam მითხარ რომ იცი რა არის აი საფრანგეთის ქვეყანა საფრანგეთიო რა იმ დიდი ნაკრები რო ყავთ პატენის დონით იმის მერე ძალიან დიდი ხანი ჩავარდნა ქონდა და აი გამოვიდეთ თქვენსო იცი რა არის ამ გასულებზე და იმებზე არ გვინდაო ლაპარაკიო რა მოდიო დავიწყოთ ქვევიდანო და ნელ-ნელა როგორც ესპანეთმა გააკეთა ესპანეთმა მოიგო რაღაც 60 რომელ წელს მოიგო 4-ში იმის მერე სად იყო ამხელა ჩემპიონატები აი მოდი ნელ-ნელა დავალაგოთ და ავიდეთ იქამდე გაიგე მაგრამ რო დავალაგოთ ხო ამაში უნდა იყოს ჩართული მთელი ქვეყანა მარტო ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს ნაკრების ტრენერი და ჟურნალისტები კი მთელი ქვეყანა იყოს რო ვიძახით ყაზახისტანი იცი რამდენს დებენ სპორტში 1 მილიარდს 1 მილიარდ ისლანდია რამდენი საბურთალოზე არ ცხოვრობს საბურთალოზე 300,000 კაცია და პლეიოფში თამაშობს კაი ისლანდიაზე პლეიოფში თამაშობს ხო პლეიოფ ისლანდიას მე რადონის ფეხბურთელები რადონის გუნდკლუბების თამაშობენ ფეხბურთელები ჩვენ მომისმინე ხო მაგრამ ის ზუსტად აი ხასიათზე და იმაზე რო ვიზახოთ რატო არ გინდათ რომ გაიგოთ ხალხო არიან ფეხბურთელები ჩვენები რომლებიც კლუბებში რო თამაშობენ იქ რო პრობლემები აქვს რა ვიცით რატო არ გინდათ რომ გაურეკოთ მე რომ მეკითხებით და იცი რა არისო შეგონია ჩვენ მარტო მსმელეს ის არ არის იცი რა ჩვენ ტელეფონს რო აღებთ ჩვენ ტელეფონს ის კი ჩემ იმაზე დაფასებას გავიძახ იმ ფეხბურთელების თო დღეს არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი მომენტი არის მეთანხმები თამაში ხო და მე მთხოვრო ესპანეთს მოუნდო შეგაიგაცო რა გითხრა მე საღამო გია გთხო კი გასაგებია მაგრამ მე ეს ჩემი ბრალია გამაგებინე თუ საქართველოს ნაკრების თვე თქვენ კი ხო ესტაფონის პატრონი აუ სხვა თემაზე გადავალთ გია ეხლა ეს არ არის პირდაპირ ქუჩაში საუბარი არის მის ხმა არის მის ხმა რატო წავიდა მოიცა მიეცედი რატო წავიდა რატო წავიდა მიეცით ერთი კაი არაფერი ვიცი ხო რატო იმიტომ რომ გადაწყვეტილება მიიღო სუდმა რომ ბავშვს უნდა მიცემ რომ თავისუფალი არის გუნდიდან ხო აგენტი
ეს ფეხბურთის ფედერაცია ეს ზვიაცი ჭინავაზბრალია? ან კიდევ ფეხბურთის ფედერაციის? ფეხბურთის პატრონი 10 მილიონს დებდნენ. იმ 10 მილიონს აძლევდნენ სხვა გუნდს და ის გუნდი კი არის მის და ესე გამოდის და მერე გავაგზავნოთ ლაპარაკი ელენე დასვი ხო მართალი ხარ ერთი წამი იმას რომ გასამართლებელი რომ მიცეს ხო რაღაც ის ხო იყო რაღაც მიზეზი აბა ბავშვო ფეხბურთის სამი ინსტანცია იყო იქ რა იყო რა ვიცი რაც იყო ელენე არა მართალი იყო გადაწყვეტილება კი ჩემი აზრით კი აბა მაშინ რატომ რატომ მიდის რაში იმიდან ფეხბურთი არ ვიცი მე რა ვიცი კოკაია წავიდა მე ხო არა ვიცი კოკაია ელენე დასვი ბატონ თემურ მოგესალმებით ბატონ გია მაპატიეთ ეს არ არის ერთი ადამიანის პრესკონფერენცია ბატონ თემურ მოგესალმებით დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ხომართვლით რომ თავიდანვე დაუშვით უდიდესი შეცდომა როდესაც ესეთ ხმაურიან ფინანსურად ხმაურიან კონტრაქტს მოაწერეთ ხელი და შემდგომ უკვე გაირკვა რომ ამ კონტრაქტის ნაწილი სხვადასხვა თქვენ სანაშემწეებზე და სხვადასხვა ადამიანებზე ნაწილდებოდა ხომ არ იყო ეს თქვენი უდიდესი შეცდომა როდესაც აი ესეთი გადაწყვეტილება მიიღეთ დიდი მადლობა რომ ესეთ კონტრაქტს ხელი მოვაწერე? არა, ნუ ეხლა და იმ კონტრაქტს გათვალისწინებთ თანაშემწეების ხელფასიც. ნუ ყველა არა მარტო ძალიან ბევრი ისა რა. დიახ და თავიდანვე არ განსაზღვრეთ რა იქნებოდა ჩემი მოძრაობა, მთელი ჩემი ბილეთები, ცხოვრება, სავაგარე და ნუ რაც მე ვიფრინა მოწელიწადში მე მგონი ალბათ არ უფრენია მთელ საქართველოს რა, გასაგებია ეს ყველაფერი. ნუ ეხლა შეცდომა რომ ჩამოვედი და ესეთ კონტრაქტზე ხელი მოვაწერე თუ თავიდანვე რომ არ გაანსაზღვრეთ რა იყო თქვა თქვენი ხელფასი იმიტომ რომ როდესაც ეს ბატონთემ როდესაც ეს გაჟღერდა ძალიან ის არაერთგვაროვანი იყო დამოკიდებულება ფეხბურთის სამყაროშიც იგივე სამინისტროს მხრიდანაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ თავიდანვე ხომ არ ჯობდა რომ ყველაფერი ყოფილიყო გარკვეული არა იმ სამინისტროს იმიტომ მიძახის რომ სამინისტრო იხდის ამ ქვეყანა მე რო ჩამოვიყვანეს ხო სახელმწიფო მაიღო ეს ვალდებულება რომ ფეხბურთის ფედერაცია არა როამ გაგიფორმა კონტრაქტი ხო ნუ იქ სამინისტროში ვიყავით ხო გასაგებია ხო არა ნუ სახელმწიფო როგორ ზრუნავდა სხვა სპორტზე ზრუნავდა ეს არ არის ცუდი თუ მიცე თუ სახელმწიფო დაეხმარება იმაში რომ აი სპორტი რო განვითარდეს ან კიდევ რაღაცა წინ წავიდეს ხო ამაში რომ თავრობამ ის რა ქვია მიიღოს მონაწილეობა ამაში ცუდია გაიმიჯნოს ის თანხა რა არის თქვენი ხელფასი და შესაბამისად რა არის არა ნუ გასაგებია ნუ ახლა იცი რა არის გადაიხედება ხელფასი არა კითხვა და ხო არ გადაიხედება თქვენი ცალკე მეკარეების წვრთნელის ცალკე და გაიმიჯნოს ეს ხელფასი ერთი და რა მნიშვნელობა მაინც ის იქნება ვერ გავიგე რა აზრია გაიყოფა თუ არ გაიყოფა ეს არის თელ გუნდზე გაიგე და თელ გუნდზე და პლუს კიდევ სხვა რაღაცეებზე მე მგონი იცი რა არის რომ აქ ლაპარაკი რომ მიდის იმას ერთი და ვერ გავიგე კომუნისტები ხო არა ვარ ყველაზე მე არ მოსწრები ვარ მე არ არა ნუ გასაგებია ნუ არა ნუ ეხლა რა მნიშვნელობაა ეხლა ვიზი არის განაწილებული რაღაცა ხო გეუბნებით რა თავიდან რომ გამოსულიყავი და გვეთქვა რა რომ იცი რა არის ეს ამას არის ეს ამას არის ეს ამას არის და რა აზრი ქონდა მაინც ერთი ის ხო იყო და კიდევ ერთი გეუბნებით სიმართლე გითხრა ხო ერთადერთი ჩემი როგორ გითხრათ რა არა შეცდომა კი არა ნაკლი აი გულის ტკივილი ხო სულ ეს იყო რომ მეთქი არ დადგეს ეგ მომენტი რომ ამაზე წავა ლაპარაკი რა თქვენ ეჭვი გეპარებოდათ რომ ეს მომენტი დადგებოდა ეს აუცილებლად დადგებოდა ეს მომენტი ეხლა ეს მომენტი დადგა ალბათ ცოტა ხანში შეიძლება მითხარო თმა რატო აღარ თავზე და ამიტომ არ გევაზამ რაღაც ხო გასაგებია მაგრამ ნელ-ნელა ნუ რაღაცები ხო ნუ გასაგებია მაგრამ იცი რა არის ეხლა იმას არავინ არ აქცევს ყურადღებას როგორ თქვენ თქვი ორი გუნდი გავიყვანეთ ჩემპიონთა ლიგაზე ხო გეუბნებით რომ დამირეკეს ხო რომ მოვჩი მეორე დღეს და იმ დღეს უკვე იქიდან რომ წამოვედი უკვე მეორე იმ დღესვე დამირეკე არც დაულოდებული ვარ ნუ მანამდე კიდევ მქონდა 1-2 რაღაცა მაგრამ არც მიფიქრია მაგრამ რომ დამირეკეს ხო ეხლა დავფიქრე ეხლა ვიცოდი სად მოვდიოდი რა სიტუაციაში მოვდიოდი რამხელა ის იყო გაიგე არც ფურზე გვილაპარაკია არაფერზე არ გვილაპარაკია ჩვენ ტელეფონზე რომ დამირეკეს და რომ მითხრეს რომ ჩამოვიდეთ და ვილაპარაკოთ რა ჩამოვედი მითხრეს აი მას მოგცემთ კი განაცვალე მე ამ იმაში ჩავტევ მეთქი იმ ხალხს ვისაც მე მოვიყვან რა და პლუს კიდევ ბევრი სხვა რაღაცა და პლუს ამას იზემატება რომ მოძრაობა ჩემი სახლის ქირაობა ნუ გასაგებია ხო ყველაფერი გაიგე მაგრამ იცით რა არის მართლა გეუბნებით რა ეხლა მე ჩემი მომავალი როგორ მწნელის ხო მე არ ვაპირებდი 2 წლით ტრენერობას მარტო მწნელობას მარტო ხო მე მინდა რომ ვიყო მწნელი კიდევ ერთი
10-15 წელიწადი რა. მე რო აქ ნაკრებში ჩამოვედი ხალხო. მე მთელი ჩემი როგორც მსნელის კარიერა სასტორზე დავდები, ხო? აქედან თქვენ კაი ხალხო. არა თო მერთმა ქნას როგორ მე ჩემი საქმე გავაგედო ქვემოთ მოდის მაგრამ საქართველოს ყველაფერს გეფიცები რა აი დავდივარ სავაგარეთ ხო ყველა იმას მეუნება რომ როგორ მოახერხე და იმაში ვიყავით ხო რაღაც სავაგარეთო გუნდი რომელიც ჩავიბარეთ რომელიც იყო 135 ნუ ეხლა ბოლოს უარყო ნუ ცუდი შედეგები ეხლა მე ასე ვარ 135-ზე ჩამოვიყვანეთ 75-ზე მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ თქვენ კაი ხალხო ყველაზე უფრო მეტი პრეტენზია მე უნდა მქონდეს ფედერაციასთან თქვენ კი არა იცი რატო იცით რატო რა თქმა უნდა არა პრეტენზია რა პრეტენზია ყველა პრეტენზიას რაღაც ის უნდა ქონდეს რა ლოგიკა გაიგე ლოგიკა ხო უნდა ქონდეს ეხლა მე არ შემიძლია რომ იცი რა არის რაღაცა რო არ წავა კარგად ვიღაცებს გადავაბარებ როგორც ზოგიერთებს რომ ჩვევიათ ხოლმე რა სულ რაღაცა ვიღაცას აბრალებ მაგრამ ხა იმიტომ რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში ერთი თამაში ვერ ვითამაშეთ საქმე რა ერთი თამაში ვერ ვითამაშეთ საქმე თუ ზვიადას იჭინავას აქ რაღაც კითხვები ხო მეც მაგ კითხვები გაიგე მაგრამ იმიდან გამომდინარე რომ ფული არა გვაქვს იმის იმად რომ აქ გუნდი ჩამოიყვანო და აქ ვითამაშოთ ხო გვიწევს იქა ნუ არა გაქვს ჩვენ იქ წავალთ რომ ის უფრო იაფი იყოს ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის რომ ეს არ გაგედეს იგივე დაბაზე იგივე ჩვენ რო გვეუბნები რატო არ მოდიხართ ეს ერთი ქვეყანაა თქვენ თუ ფეხბურთელი ვერ ჩამოყავთ ჩვენი ხელმძღვანელობა ვერც ერთ ვერ გვიშვებს ვერ გვიშვებს იგივეა არა ერთი და იგივე იმას თქვენ უკვე მეორე მოსვლაზე იძახით გასაგებია მაგრამ იქ რო თქვა რომ ყაზახეთიო ის არ გითხარით 1 მილიარდს აძლევს სპორტში გასაგებ რა უყოთ ყაზახეთ მიცეს მე არა მე მაგას ვიძახი თქვენ უკვე მეორე მოსვლაზეა რომ თავარი არგუმენტი გაქვთ რომ მე სანდრო ლევანი თქვენ არ დავყვებით ნაკრებს ეს ქვეყნის ბრალია თქვენ თუ ვერ მოყავთ ნაკრები და ვერ უზრუნველყოფთ რომ 2010 წლიდან 4 ამხანაგური მატჩი იყო თბილისში არა ხო 4 რომლიდან 4 იყო 2000 წელს ესტონეთი მოლდოვა ალბანეთი ეგვიპტე 2010 წლიდან მოყოლებული 4 ამხანაგური თამაში სულ გასწორს თამაშობ რა ხო სულ მაგიტო ვიძახი მაგას ვიძახი მე მაგრამ მე ხო ამ დროს თქვენ რომ მეუბნებით თქვენც რომ გინდათ რომ ნაკრები ჩამოიყვანო მეც მინდა რომ წავიდე და ერთი და იგივე გამოდის ანუ იცი რა გამოდის ბოდიში რომ გერევით რა იცი რა გამოდის რომ ვიღაცას ტაბელია გადასაბრუნებელი რომ თქვას რომ იქ ქულა ჩაიწეროს რომ მე ამხანაგური თამაში დავნიშნე და იდეაში ეს ამხანაგური თამაში არაფერში არ მჭირდება საფრანგეთთან და ფინეთთან რომ აქ ამხანაგური თამაში ეგ ქემაინც ისე ხო უნდა გავაკეთოთ რომ რაღაცნაირად შეუხამოთ მეტოქე იმ საფრანგეთს და ფინეთს და გამოდის რომ ვეთამაშები სხვა ერთი რაღაცა იმას რა ქვია სხვა ფეხბურთის ქადაგებელ გუნდს იმასთან ვაკებ მეუნები რომ კარგად თამაშობ და საბოლოო ჯამში არაფერი არ გამოდის თქვენ ერთ რაღაცას ვერ იმაშობთ აქ იმაზე არა დამოკიდებული ჩვენ რა გვინდა აქ იმაზეც არის დამოკიდებული იმათ თუ უნდა ჩამოსვლა ამაზეც არის ამაზე მუშაობაა საჭირო მე ზუსტად იქ რო ვიღაცას რო უნდა უთხრა რომ ჩამოვიდეს ხო იმას არ უნდა ჩამო ის გეუბნება რომ მე ჩემთან ჩამოდი და მე იმას ვიდებ და ამიტომ გინდა არ გინდა ხდება ესეთი რაღაცა რომ იქ უნდა ჩავიდეთ მაგაზია ლაპარაკი აქ იმაზე არ არის ლაპარაკი რომ ჩვენ არ გვინდა თან კიდო ფეხბურთის ფედერაციას არ უნდა მაგრამ თუ არა იმას იმის საშუალება ხო ფეხბურთის ფედერაციას ხო ვიღაცა ხონდა დაეხმარა ბათო გამოვიდა ისე ფეხბურთის ფედერაციას უნდა და სასაყვედურო არაფერი გვაქვს თემური ყველაფერს აკეთებს გული და ეჭვი არ გვეპარება და ყველაფერი კარგად არის ერთადერთი ჩვენ ჟურნალისტებს არ გვდომებია და წqins და ვერჩით თემურს და ფედერაციას და ამის არა ეს ერთი და ერთი და იგივეზე ლაპარაკობ და დამთავრდა დრო მაგაზე კი არა ლაპარაკი მან იმაზე არის ლაპარაკი რომ იცი რა არის ძალიან ესე ადვილად რო უყურებთ იმიტომ გითხარით ეგ მე თორე იმიტომ კი არა იმიტომ მე ძალიან კარგად ვიცი რომ არ არის იმის რესურსი რომ წახვიდეთ მაგაზე კი არა მაგრამ ძალიან ადვილად ვიძახი 2 წელია მაგას 2 წელია მაგას ლაპარაკობ მეთქი თქვენ ელემენტარული რა მე ფეხბურთელი რო ვიყავ პატარა რო ვიყავ ხო ხელფასი არ მქონდა მაგრამ რაც ხელფასი მეძლეოდა ხო მივიდიოდი და ბუც კიდულობდი რომ ბუცი ჩამეცვა რა პასტა მეც რა იგე პასტაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ ხონდა ჩამოხვიდე მე პასტა კი არა ხონდა არა მე მაგას ვიძახი თქვენ ესე ზარალად უყურებთ ეს არ არის ქართული ფეხბურთის და ქვეყნის იმეჯის გასაგებია რომ ერთი ჟურნალისტი მსოფლიო ჩემპიონატი გუნდის თამაში ბატონო თემურ ქართული ქვეყნის იმიჯი არ არის როცა მე მიცხადე მე რომ სავიზო პრობლემა აქვს ფეხბურთელს და ვერ ჩამოდის ეგ ქართული ქვეყნის იმიჯი არ არის
და არავინ დამნაშავე არ გამოდი მე მაგ სახში ორი პასპორტი დათოს უნდოდა რაღაცა ერთი წამი არა დათო თქვი რა კითხვა თუ შეიძლება კი ერთი ბოლო კითხვა იმიტომ რომ დრო დამთავრდა პრობლემები რომ რა უნდა აჩვენო ესეთი გახურდა ხალხი ესეთი ეს ამაზე უკეთეს იმას ამაზე უკეთეს იმას რა პროგრამა უნდა აჩვენო ამაზე შეგახვედრებთ ხელმძღვანელობას და თქვენ უთხარით ამის შესახებ და სუფერბურთი იყოს ყველა თანახმა ვიქნებით ჩვენ არა იმაზე მაშინ პასუხი არ გამეციდო სამმა კანალმა აჩვენა ჩემპიონთა ლიგა და თბილისის დინამო არავინ არ აჩვენა გაჩვიდები კითხვა მინდა დავსვაქ ფეხბურთის პრობლემები რაც არის ალბათ ჩვენ უფრო კარგად ვუჩვენთ იმიტომ რომ დიდი ხანია მუშაობთ ამ ქართულ ფეხბურთში და არავისგან არ გვესწავლება ეს პრობლემები უბრალოდ როცა მსმელი იღებს ეგეთ გადაწყვეტილებას რომ მიდის ეგეთ პრობლემატური ქვეყნის პრობლემატურ ნაკრებში ჩემი ქვეყანა ეს არის ნაკრები ყველასია თქვენის და ჩვენის და ყველასია ეროვნული ნაკრები მაგით უქვია არა განსხვავება ერთია ბოდიში რომ გაწყვეტილება განსხვავება იცი რა არის მე 22 წელიწადია დაწყობილ ქვეყანაში ვცხოვრობ და ჩამოვედი სიტუაციაში აქ რომ ვისმენ ეხლა მე რა ხდებოდა იმ წლებში მაჟრიალებს რა და ბევრი რაღაცა გადაწყვეტილება მივიღე ხალხო გაიგე ეს ვაშკაცობის თამაში მე არაბისგან არ მესწავლება ვაშკაცობა და ქვეყნის რთული გადაწყვეტილება იყო მე ბევრი გადაწყვეტილება მივიღე რომელიც აი იმაზე ვიყავი რა ქვია იმას მუშკაზე მაგრამ არავისთვის არ შემშინებია მე გამეკეთებია ჩემი საქმე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ იცი რა არის რომ ყველაზე კარგი ამ საქართველოში ხო ამ ახალგაზრდა ბიჭებს რომელიც კი თავს გამოიჩენს ხო აქ იმის შანსი რომ ნაკრებში ითამაშება რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ამ მისის მოკლებული იყო და რა ხდებოდა თქვენ ძალიან კარგად იცით ხო ხო არის ნუ ყველაფერი ცუდია მაგრამ რაღაცა პოზიტიური ხო შეიძლება რომ ამაში ჩამეთვალოს გაიგე ხო გისკის ხო და ყველაფერზე მაინც მიუხედავად ამ ყველა პრობლემებისა როცა მსმელი იღებს ამ გადაწყვეტილებას შედეგზე თამაშის ხარისხზე უკვე ის არის პასუხისმგებელი და გულში მატკივარს უკვე ნაკლებად კი იცის გულში მატკივარს ყველაფერი მაგრამ ნაკლებად აინტერესებს და კითხულობს ეგეთ რაღაცას თუ ეგეთი პრობლემა თუ ფეხბურთელის პრობლემა რესურსის წონის ასაშენებ პრობლემა მე რატო უნდა მივიდე სტადიონზე რამ უნდა მემიყვანოს სტადიონზე და აი მაშინ დავანებოთ ფეხბურთს ხო და არა ხო და მაგაში ასაკ თუ ეგ ყველაფერი ის არა ეს იცი რა არის რომ ეს პრობლემატიურია ეს არის დიდი პრობლემა ხო ჩვენ ქართველები ვართ ჩვენ ხო უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის რომ ეს გამოვასწოროთ გავაკეთოთ რა ეხა მაინც გაგვიშალეთ ხო შეიძლება რომ გავაკეთოთ ყველაფერი ეს გამოვასწოროთ ხო იცი რა არის რომ ეს პრობლემატიურია ეს ის არის გავაკეთოთ არა ბატონგე დამთავრდა არა დამთავრდა დიდი მადლობა მაინც ჟურნალისტების სასამართლო იყო აქ და მე მინდა გითხრა ერთი რაღაცა აი ამ ჟურნალისტებს რო უყურებ ამეთ ხელფასი არის ერთი ფეხბურთელის ბუცის ხელფასი ამათ ეს ხორების საქმეა ამათ შეძენაკლებად ფეხბურთი არ არის ნაკლებად არ გაეჯიბრებიან მე ვინ თქვა მაგას შეიძლება შეფეხბურთელს დაჯობო ფეხბურთი ყვაროს უკაცრავად ერთ წუთი თქვენ არ გითხოვთ უბრალოდ ჩვენ მაზოხისტები არა ვართ მე ბევრად უფრო მესიამონება დავწერო ჩემს საყვარელ ფეხბურთელს მეც მომენატრა რომ ერთხელ თქვა რომ ჩვენ მოვიგეთ და გოლი გავიტანეთ მაგრამ არ არის ძალიან დიდი მადლობა მე ვთქო რეჟისორს უბრალოდ ბატონგიას გაუთიშეთ მიკროფონი დავქრა off the record რა off the record ვინაუდა დიდი მადლობა თუ აღარ დავჭე და ვილაპარაკოთ არაფერს აწინა დიდი მადლობა კიდე ერთხელ დიდი მადლობა გაგაზრდებული მითხარი და გეტყვით